გესალმებით, გავაგრძელებთ ჩვენი საუბრები ძველი ღვთისმსახურის ისტორიის შესახებ. ჩვენ ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ისრაელმა გადალახა მეწამული ზღვა და აგრძელებს გზას მეწამული ზღვიდან სინას მთისაკენ. გზა ამ შემთხვევაში, როგორც ამას მკვლევარები აღნიშნავენ, სულთა ტრადიციული არ უნდა იყოს, თუმცა ისინი ამ უდაბნოში დახეტიალობენ და ეს ხეტიალი მე მინდა გაგახსენოთ, რომ ეს ხეტიალი ჩვენ შეხვდა ჯერ კიდევ აბელიდან მოყოლებული მამამთავრები ხეტიალობენ და ისრაელიც ახლა უნდა დაუბრუნდეს რაღაცნაირად აი აზროვნების იმ ტიპს, იმ ფორმას, რომელიც ახეტიალებულ მამამთავრებში იხილდებოდა და მათი ცხოვრების მოღვაწეობის ეპოქაში და თითქოს და უდაბნოში ეს ხეტიალი სწორედ ამის მანიშნებელია. ყოველ შემთხვევაში არსებობს აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ უდაბნოში 40 წლიანი ხეტიალი სწორედ ზღვის გადალახვის, მეწამული ზღვის გადალახვიდან ითვლება, აქედან უნდა დავიწყოთ ათვლა, თუმცა წმინდა წერილში თუ ჩვენ რამდენიმე მუხლს შევაჯერებთ ერთმანეთთან, ჩვენ ვნახავთ, რომ ეს 40 წელი ორ ნაწილად დაიყოფა. ერთი არის 20 წლიანი პერიოდი, როდესაც პირველად მიადგება ისრაელი აღთქმულ მიწას და მეორე არის 38 წლიანი პერიოდი. ხო 38 მომბრო 40 გამოვაკელი ორი აქედან გამომდინარე. როდესაც ისრაელი ხელმეორედ, ანუ თაობა უნდა გამოიცვალოს და ახალი თაობა მიადგება აღთქმულ მიწას. ყოველ შემთხვევაში ასეა თუ ისე მეწამული ზღვის გადალახვა არის ის ნიშნული, საიდანაც ჩვენ ისრაელის უდაბნოში ხეტიალის ისტორიას ვეცნობით. სწორედ ამიტომ და აქედან გამომდინარე ბევრს შეგაწუხებთ, მაგრამ რამდენიმე აზრის, ასე ვთქვათ, მიმართვა აქეთკენ მაინც მოგვიწევს. სწორედ აქედან გამომდინარე ისრაელის უდაბნოში ხეტიალი მთელი თავისი პერიპეტიებით, არა მთლიანად, არამედ რაღაცა ნაწილის თვალსაზრისით, წმინდა მამათა ლიტერატურაში ძალიან ხშირად გადადის როგორც ასკეტური მოღვაწეობის უდაბნოში ასკეტური მოღვაწეობის სახე სიმბოლო, სადაც ადამიანი ებრძვის თავის ნებებს. განსაკუთრებით ეს კარგად ჩანს ალექსანდრიულ საღვთისმეტყველო სკოლაში, კირილი ალექსანდრიელს მოვიყვანე ამ შემთხვევაში, მას დავიმოწმებ და მის ნაშრომებს დავიმოწმებ, როდესაც მთელი ერის შიგნით მიმდინარე აი ამ სოციალურ პროცესებს, ადამიანის შიგნით მიმდინარე აი ამ ვნებების მოძრაობის პროცესად აღიქვავს. ის ასე აკეთებს ამას გრიგონოსელიც და სხვადასხვა მამებიც, მაგრამ უფრო აი კირილი ალექსანდრიელი პალადისთან საუბრისას ამას გაცილებით, ასე ვთქვათ, კარგად გამოხატავს და კარგად გამოაჩენს. ისრაელი შევა შურის უდაბნოში, ეს შურის უდაბნო ან ქართულ ლექსებში სურის უდაბნო გვაქვს, მაგრამ შედი კითხება ისასო, რომელიც მაშინ გვაქვს ებრაულ დედანში გვაქვს შურის უდაბნოში შევა და ეს ტერმინი შური ანუ სური უნდა ნიშნავდეს კედელს, ვინაიდან აი ცოტა მოგვიანებით ეს ადგილი ეთამის უდაბნოდ იწოდება და ეთამი ნიშნავს ფორპოსს და სავარაუდოდ ამ უდაბნოს ეს უდაბნო ამ სახელით ცნობილია, ვინაიდან ისრაელი აი რაღაცნაირად გვერდით ჩაულის რამდენიმე ფორპოსს, ეგვიპტელთა რამდენიმე ფორპოსს და შესაბამისად თითქოს და თვალს ადევნებს არა მარტო იხსენებს რაღაც მოვლენას, არამედ ცოცხლად ხედავს ყოველდღიურობაში ხედავს, როგორ გვერდით ჩაულის ამ ეგვიპტურ სიმაგრეებს და გზა არ უბრკოლდება მას. ასეთი თითქოს და ეს უკვე სასწავლებლის მანიშნებელი უნდა იყოს, პედაგოგიური დანიშნულების უნდა იყოს, მაგრამ ამ ხალხს ეს არ ყოფნის და ყოველდღიურ ნიშნად ღმერთი მათ ცოტა ხანში სულ სხვა რამეს დაუდგენს, თუმცა ვნახავთ, რომ ესეც ამ თაობისათვის არანაირად არ იქნება ღმერთთან მიმყვანებელი. ახლა აქ რამდენიმე დეტალი გვაქვს და ერთი დეტალი არის მეგობრებო ის, რომ ხალხს მოწყურდება წყალი. ანუ სინას თასთან მისვლამდე ჩვენ გვაქვს ხალხის ასე იგი წყურვილის პრობლემა, შემდგომ გვაქვს საკვების პრობლემა, შემდგომ ისევ გვაქვს წყურვილის პრობლემა, შემდგომ გვაქვს ომი და აი ამ 4 იმის შემდგომ, ამის შემდგომ წმინდა წერილი დაიწყებს საუბარს ისრაელის სინას თასთან პირისპირ დაბანაკებასთან დაკავშირებით. ახლა აი ეს წყლის წყურვილი პირველი შემთხვევაა ისრაელის წიაღში გაჭირვებისა, წყალი ძალიან მძიმეა, როდესაც მოსახლეობას წყალი არ აქვს, თან აი ამ ხელა მასას, რომელიც მიდის მიემგზავრება და როგორც გრიგონოსელი აღნიშნავს, ღრუბელი საით წავიდო და იქით მიყვებოდა ხალხი, სადაც გაჩერდებოდა, იქ ჩერდებოდა ხალხი, ჩვენ წინა შეხვედრაზე ვისაუბრეთ ამაზე, სწორედ რომ არა მოსე მიუძღვის ამ ხალხს, არამედ ღრუბლის სვეტი მიუძღვის და მოსე მიყვება თვითონ ამ ღრუბლის სვეტს და შესაბამისად მოხვდებიან რაღაცა ისეთ ადგილას, სადაც მათი უწყლობა უნდა იყოს გაწყობილებული, ანუ მათი ეს წყლის მათთან წყლის პრობლემა უნდა იყოს მომსპარი.
და ეს ხალხის ნახავს მართლა ძალიან დიდ საცავს, წყლის ძალიან დიდ საცავს და მიცვივდებიან რომ წყლისმა დაიწყონ, სავარაუდოდ სრულად არაორგანიზებული იყო ეს მიცვენა, ვინაიდან აი გაჭირვების დროს წყალს დაიდახავ და რაღაცა ხო იქ ადამიანი ნაკლებად იმაშება ხოლმე და აი აქ იწყება ძალიან საინტერესო თხრობა. ეს წყალი რომელიც უნდა დალიო, სასმისად არ ვარქა. ძალიან საინტერესო. ანუ ერთია რომ წყურია და წყალი არ აქვს და მეორეა რომ წყურია, წყალი გაქვს და მაინც ვერ იყენებ. ეს გაცილებით მძიმე მდგომარეობა, გაცილებით რთული მდგომარეობა. ერთ-ერთი მამა ასეთ რამეს ამბობს, თვითმკვლელზე ლოცვაზე აქვს საუბარი. და ნუ მისი კერძო აზრი ეკლესიას ამაზე თავისთავად ცხადია ახლა თვითმკვლელობის შესახებ კიდე ცალკე გვაქვს ალაპარაკო საინტერესო თემა ვინაიდან ეს ძალიან ისეთი მძიმე თემაა ძალიან თვითმკვლელობა როგორც სული წმინდის გმობა და თვითმკვლელთან დაკავშირებით ამბობს რომ ლოცვისას ჩვენას უფრო იმავშებით რომ თუ ეს საუბრობთ რომ კადნიერებით არ არის ასე ვთქვათ თვითმკვლელს არ აქვს თავის თავზე აღებული ეს კადნიერება რომ თვითმკვლელს უნდა ილოცო მას უფრო მძიმე მდგომარეობაში ვახდებთ, ვინაიდან ლოცვისასო ადამიანს ამ თვითმკვლელს უჩნდებაო წყარო, ხედავსო წყაროსო, ანუ ლოცვამდეო, აი წყლის წყურვილის ტანჯვაშიაო. მართლა წყალი კი არ წყურია, მაგრამ მაგალითი მქონს. შედარება, ხო, და აი ლოცვისასო წარმოიდგინეთ, ეს წყალი გამოჩნდებაო, მაგრამ წყალთან ვერ მიდის. და უფრო დიდ ტანჯვას განიცდის ამიტომ. ახლა ეს ამ ამის კერძო აზრია, რომელსაც ახლა მაინც არ გავყვები, მაგრამ საინტერესოა მსგავსი რამ წმინდა მაკარის ცხოვრებიდან, როდესაც ის წარმართის თავის ქალას წამოყავს ფეხს და გამოცხადება აქვს ეს წარმართი, ასე ვთქვათ, მას ელაპარაკება. ნახეთ აქ რა არის საინტერესო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. აი ამ წარმართთან საუბრისას მაკარი იგებს ძალიან საოცარ რამეს, რომ თქვენი ქრისტიანთა ლოცვებიც კი მანუგეშებელია ჩვენთვის. ანუ ქრისტიანთა ლოცვა წარმართებთან ნუგეშად მიდის. მე არ ვაბა აცხონეს ეს აცხონოს და არ აცხონოს ეს არ არის ჩემი საქმე, ეს ღმერთის საქმე, იწყვეტს ამას. მაგრამ მაკარისთან ეს ასე გვაქვს. გამოცხადებას იმახსოვრებს, ინახავს ეკლესია. თავის წიაღში აქვს ეს შენახული და გარდამოცემის სახით გვაწვდის. და აი მაკარის საუბარია ძალიან საინტერესო, როდესაც კითხავს რა სახით იტანჯებიან. ეს კი არ არის საინტერესო ამ ბავშვს თურმე ქრისტიანთა ლოცვა, მათ ნუგეშს საკვრის იმ კონკრეტულად. არა, აქ საუბარია უფრო საინტერესო რამეზე, როდესაც მაკარი დაინტერესდება რა სახის ტანჯვა აქვთ მათ. და აი ეს წარმართი ეუბნება, რომ აი ამ სიმხურვალეში არიან მოქცეულები და ამ ცეცხლით იტანჯებიან. ეს თავისთავად ნივთიერი ცეცხლი არ არის, ეს არის ვნებების ცეცხლი, ანუ ეს ხრჩოლვა ვნებებისა. და აი ამის შემდგომ მაკარი დაინტერესდება რა არის ნუგეში. აი ჩვენის ის ლოცვისას ნუგეში, აი რა არის ეს ნუგეში. და ესეთ რამეს ამბობს ეს წარმართი. რომ ცეცხლში იტანჯებიან, მაგრამ ერთმანეთს ვერ ხედავ. აი ლოცვისას ერთმანეთს ხედავ. ცეცხლში არიან ის, მაგრამ უკვე ერთმანეთს ხედავ. ამ მარტოობის აგონია. აი ეს ცეცხლი, ხო, შესაძლებელია, მე არ ვამბობ ასეა, მაგრამ მე მაქვს უფლება რომ ჩემი ასე თქვა ამასთან დაკავშირებით, შესაძლებელია ეს მარტოობის აგონია. მარტოობის რისი? ღმერთისაგან მარტოობის. ეს ტანჯავს ადამიანს. ამ ქვეყანას ამას ადამიანი ვერ ცნობს. ჩვენებად მთელ დასავლეთ სამყარო არის მარტოობის ადამიანი. ხო, არა, არის მარტო. ხო, არა, მარტო დასავლეთი არ არის, მე მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ ეს მსოფლიოს კრიზისია უკვე. ეს მსოფლიოს კრიზისია უკვე, რომ ღირებულებათა კრიზისი, რომელიც დღეს მსოფლიოში არის. შვილი მარტო ფული და ამ ფულს ანუ რა მინდა ვთქვა, რომ აი ეს ტანჯვა შესაძლებელია იმდენად ტანჯველი არ იყოს, რაც შემდგომ მოყვება კიდევ ამ ტანჯვას. ანუ კიდევ უფრო დიდი ტანჯვა რაღაცა, რაც ახლა ისრაელს შეხვდა. უწყლობით იტანჯება და ახლა წყალი აქვს და ისე უწყლობით იტანჯება. აი ძალიან მძიმე მდგომარეობა, პრაქტიკულად აი პირდაპირ წმინდა კირილი ალექსანდრიელი აღნიშნავს დიახ ამათ რომ ესე იგი აი
ძალიან ისეთი იყო, აი მოსე ძალიან ძიმე მდგომარეობაში მოექცა აქ, ძალიან ძიმე მდგომარეობაში მოექცა აქ და პრაქტიკულად იწყება წმინდა მამათა ლიტერატურაში ახსნა იმისა, რატო გააკეთა ეს ღმერთი. და ნახეთ რა არის საინტერესო სახელი არ მახსოვს ის წმინდა მამის შეიძლება გრიგონოსელი იყოს, მაგრამ ზუსტად ვერ ვიტყვი. ასეთ რამეს ამბობს, რომ განა არ შეეძლო ღმერთს კრავის სისხლის გარეშე ეხსნა ისრაელიანები, სიკვდილისაგან როგორ არ შეეძლო. მაგრამ კრავის სისხლის, ანუ ეს მეცადინეობა, დაკლა, ყველაფერი ესა იყო, რწმენაში ზრდიდა მათ. თანამოქმედს ხდიდა. აი, რა ქვია, საფრთხო განგებულების რეალიზებისა და მათ მახსოვრობაში კრავის სისხლმა, აი წმენა უნდა გაეზარდა და აი სწორედ ამდენგვარ რაღაცას აკეთებს, აი კირილ ალექსანდრიელი წერს, შრომითა და ღვაწლით ხდება ღმერთთან მიახლება. ანუ თავის თავაცხადია ღმერთ შეუძლია ხა ის რაც ხელი მოკიდოს და პირდაპირ შეიყვანოს აღთქმულმიწაზე. რა პრობლემა? მაგრამ პრობლემა რა არის? პრობლემა ის არის, რომ ასეთი ისრაელის აღთქმულმიწაზე შეყვანა შეიძლება. აღთქმულმიწა ჩვენ ნახავთ. ჩვენ მე ძალიან საინტერესო დეტალებს შევეხებ. ჩვენ ნახავთ, რომ პრინციპი ისრაელის აღთქმულმიწაზე შეყვანა კი არ არის, არა. ღვთისმსახური ისრაელის აღთქმულმიწაზე შეყვანა პრინციპი. ანუ აქ არ არის საუბარი იმაზე ისრაელი რო შევა აღთქმულმიწაზე. არა, ღმერთს რო უნდა ისეთი ისრაელი უნდა შევიდეს აღთქმულმიწაზე. მისი ისტორიაც ასე გრძელდება, იცით? ღმერთს რო უნდა ისეთი ისრაელი რო აღარ იქნება დატოვებს აღთქმულმიწაზე. ანუ ძალიან საინტერესოა საზომი. ეს საზომი არის ღმერთში და ღმერთი ასე ვთქვათ, როგორც მამები ამბობენ, ზრდის ისრაელს ისთვის აღთქმული მიწისათვის. აი ახლა გადმოვიტანოთ ადამიანის პირად ცხოვრებაში. სწორედ იგივეა ნათქვამი. ზუსტად ამას აქცევენ მამები ყურადღებას, რომ ეს შრომა და ღვაწლი. ეს არის არა ნიშნისგება, ნაცვალგება, ასეთი რო ხარ ახლა ამას არა. ეს არის ის, რასაც ჩვენ საჭიროებისათვის გვიგზავნის ღმერთი. ასე აღვიზარდოთ იმისათვის, რომ სულიერი აღთქმული ქვეყნის წევრები გავხდეთ. ანუ იქ შეყვანა კი არ არის პრობლემა. ღმერთს ყველას ხონებას უსვამს, არა. მე თუ ვარ იქ დასამკვიდრებელი, მე ხوار დავიტანჯები ღმერთთან ყოფილ ვინაიდან ჯილდოთ რომ ხო, ჯილდოც მეორეა, ჯილდოს შესახებ ქრისტიანობას კიდე თავისი შეხედულება აქვს, ჯილდო ცოტა ხო, კი, არა, მესმის უბრალოდ ტერმინზე იმას აქვს, რომ მე თქვენ რაცა თქვი აბსოლუტურად გასაგებია, უდრის თქმა მინდა. ნაცვალგება ღმერთის არის ყოველთვის სიყვარული ცავს. ყოველთვის სიყვარული ჯის იუდას და სიყვარული ჯის იონე ღვთისმეტყველს. სიყვარულით უდგება, არ შეიძლება ღმერთი შეიცვალოს. ის სიყვარულია ერთისთვისაც და მეორესთვისაც. ოქროთი. ანუ რას გულისხმობ, რომ ეს ყველაფერი რაც ხდება ადამიანის ცხოვრებაში, ეს არის ის, რაც ადამიანს უნდა ეხმარებოდეს ღმერთთან მიყვანებლობაში, რათა მასთან ერთობა განიცადოს არა იქ, არამედ აქ. მე თავის დროზე გითხარი და ვიმეორებ ამას. ყველა რელიგია ადამიანს პირდება სამოთხეში შეყვანას. ქრისტიანობა ადამიანს სულნებას უსვამს. ქრისტიანობას ადამიანის სამოთხეში კი არ შეყავს, არა, სამოთხეში მოყავს ადამიანში. ამიტომაც ცხოვარი იწვევს სათასასუფეველს ვიწყოთ აქ არის სად არის თქვენ შორის არის. აქ ვიწყება ჩემთვის სასუფეველი. იქ კი არ ხდები, არა, აქ ვიწყებს ცათა მოქალაქეობას და იქ ვაგრძელებ ამას. ამიტომაც აი ეს ყველაფერი რაზეც აქვს საუბარი, ეს სიმწარე, ეს გაჭირო, რამდენიმეზე გქრება კიდე დღეს საუბარი, ეს ყველაფერი ხდება ერთადერთი რამისათვის. ისრაელმა უნდა მიიღოს რჯული და შევიდეს აღთქმულმიწაზე. ჩვენ მე დავსვათ კითხვას და რომ შევიდეს აღთქმულმიწაზე და მიიღოს რჯული მერე რა დაკლები მთებია პალესტინაში? თაბორისთა, ქორებისთა, კარმელისთა, სიონისთა, ლეონისთა. რა დაკლები მთები არა. ჩვენ დავსვათ ამ კითხვაზე, უპასუხებთ ამ კითხვას. არა, ჯერ რჯული უნდა მიიღოს, მერე უნდა შევიდეს. რჯული მიუღებელი. წეს მიუცემელი. არა, ასეთი ისრაელი კი უნდა შევიდეს, არა. ისრაელი, რომელიც აი ამ ყაიდაზე იქნება მოწყობილი. აი ეს 4 რამ, რასაც ახლა მე ვისაუბრებ დღეს, ხო? ეს არის არა ის თავსავაცხადი არის ასევე აღთქმულმიწაზე მიმყოლებელი საფრთხო პედაგოგიკა, მაგრამ მანამდე კიდევ თუ დავაკონკრეტებთ საკითხს, აი ამან ისინი უნდა მიიყვანოს რჯულამდე, უნდა მიიყვანოს სინასთან. სინას კანონმდებლობამდე. რას ნიშნავს სინას კანონმდებლობა? ამაზე ვისაუბრებთ. ახლა ამბავი არის ასეთი,
რომ აი ეს გახელებული ხალხი, ეს გაწამებული ხალხი და მოსიაკით. და ღმერთი მოსეს დაანახებს ძელს, რომლის აი ამ წყალში ჩაგდებით, წყალი დამტკნარდება და სასმისად ვარგისი გახდება. ამიტომაც ამ წყლებს უწოდებენ მარას წყლებს, მარა ნიშნავს სიმწარეს. და ამ წყლებს დაერქვა მარას წყლები. და მოსე იმისებს ამ რამე ჩააგდეს. ახლა ამ ძელთან დაკავშირებით, ილარიო სპექტაველი ამბობს, რომ საფრთხო სასწაული იყო, მაგრამ ეს ამ ძელსაც თავისი მოქმედება რა მქონდა. მაგრამ აი, მამათა ლიტერატურაში მაინც ამაზე ხდება, ყურადღებას გრიგოლ ნოსელიანოს ასეთ რამეს, რომ ნუ თუ შეეძლო ერთ რაღაცა მოს, მთელი წყალი დაემტკნარებინა და მთელი წყალი ვარგისად ანუ რატო ვამბობ ამას, ჯერ კიდევ აი ამ რა ქვია, ამ ლიტერატურის შექმნის პერიოდში, როდესაც ეს მამები მოღვაწეობდნენ, მაშინაც იყო ეთყობა ის აზრი, რომელსაც ცოტა მოგვიანებით ნატურალისტები მთელი ძალით იქადაგებენ, რომ აქ სასწაული არაფერი არ მომხდარა, არამედ თვითონ ამ ძელს ჰქონდა რაღაცა თვისება, სიმწარის შეწოვისა და ამ წყლების დამტკნარებისა. ნუ შესაძლებელია არსებობს ეს რაღაცა მცენარე, რომელიც მსგავს თვისებას ავლენს, მაგრამ ტექსტის თხრობის კონტექსტს ეს ახსნა არ აკმაყოფილებს. ვინაიდან რაღაც ერთი მორის ჩაგდებით მთელი ამ საცავის დამტკნარება აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ვერ მოხდებოდა. მაშინ წმინდა წერილი უნდა გვეუბნებოდეს, რომ მოსემ ხალხს უბრძანა, რომ რაღაც ამით მორებით აივსოთ ესისა და ეყარათ ან რაღაც ამდაგვარი ყოველ შემთხვევაში ხო შეიძლება და რაღაცა ცისტერნები აივსოთ ამ წყლს და ამ წყალში ჩაეღოთ ეს ერთი მორი, თუ მას ჰქონდა ასეთი რამთვისება. ანუ თხრობის სისავსეს ვერ ეპასუხება ნატურალისტული ახსნა ამ იმისა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არის საეკლესიო ლიტერატურაში მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ამ მორსაც თავისი რა მოქმედება გააჩნდა. მაგრამ არსობრივად ეს ყველაფერი დადის მაინც სასწაულამდე და სწორედ ამიტომ და სწორედ ამის გამო წმინდა მამათა ლიტერატურაში ეს მორი, ეს ძელი ყველგან ყველა კარგად ხვდებით უკვე ის სიმბოლოც არის, ეს არის მაცხურის ჯვრის სიმბოლო, რომლითაც ღმერთმა დაატკბო ჩვენი ცოდვათა სიმწარერი, ანუ დაამტკნარა ის და ვარგისი გახადა ის, რაც აქამდე ჩვენ გვამწარებდა, ანუ გრიგოლ პალამა არის თორსები ის ბრძანებს, რომ რაც ერთი შეხედვით თავიდან ჩანს ეს რა ქვია, სიცოცხლისათვის მავნე, ის შეიძლება შემდგომ სიცოცხლისათვის მასარგებელიც კი აღმოჩნდეს. ეს ყველაფერი კი აღმოჩნდება სწორედ იმის შემდგომ, რაც ადამიანი თავს იდებს ღვაწლს იდებს თავად. ანუ გრიგოლ ნოსელი ასეთ რამესაც კი ბრძანებს, რაც შეიძლება მიუნიშნებდეს მარას წარეწყლები და ის ბრძანებს ასეთ რამეს, რომ ისრაელმა დატოვა ეგვიპტე. ასევე ადამიანი ტოვებს ნებებით სავსე ცხოვრებას. და აი როგორც კი ნებებით სავსე ცხოვრებას ტოვებს, ის ახალი ცხოვრება თავიდან მას ერთულება და ემწარება. მაგრამ ამის ყველაფრის დამტკნარება, ამის ყველაფრის დატკბილება ვერ მოხდება, როგორ ვერ მოხდება მეგობრებო? საკუთარი ძალებით, არა. ეს საღვთო ძალებით უნდა დატკბილდეს, მაცხვარი ასამბობს, ჩემი ტვირთი მსუბუქია, ჩემი ჯო, ანუ მაცხვრის ამ ძელით ხდება, მაცხვრის ჯვრით ხდება უკვე ამ თავიდან ერთი შეხედვით აი ამ სიმწარის, აი ამ სირთულის დატკბილება, დამტკნარება და იმაში რა ქვია, მსუბუქ ჯვრად ქცევა. საინტერესოა ილარიო სპექტაველი, რომელიც ასეთ რამესაც ბრძანებს, რომ ეს წყალი იმასთან რა ქვია, ამასთან არის იმის რა ქვია, ხალხის ერის ნაციის სიმბოლო, რომელიც კი არ ქრება და ახალი წყალი კი არ შეება, არა, ამ ძელის ძალით გამოიცვლება. ანუ ძველ სიმწარეს ტოვებს და ახალ იმას რა ქვია, ახალ თვისებას, ახალ ამ გემოვნებას იძენს. ძალიან საინტერესოა მეგობრებო, ის რომ ეფრემასური ამბობს საოცარ სიტყვებს, ესე ამოვწერეთ ეს მინდა წაკითხოთ. ზიზღი და შური ღვთისმოსაობის საფარავ ქვეშ იგივე მწარეწყლებია ოქროს ჭურჭლებში ჩასხმული. შთააგდე მასში ძელი ცხოვრებისა და ის დატკბილდება. ძელით იქნება დამტკბარი წყალი და მზაგვარი მტრის ყველა თავდასხმა ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს ჯვრით იქნება განკარგული. ანუ მთელი ეს ეგზეგეტიკა მიდის სწორედ აი ამ სიმწარის ამ დატკბობის იმისაკენ. აი ამის შემდგომ ეს ხალხი დალევს ამ წყალს. ღმერთი ეუბნება ასეთ რამეს ისრაელს,
რომ თუ კი გაიგონებენ უფლის სიტყვას, მოусმენენ, მას დაუჯერებენ და მიენდობიან, მას დაიცავენ მის ცნებებს, მაშინ არ შეხნის ღმერთი არც ერთ სენს, რაც ეგვიპტეს ანახა, რადგან უფლის არის მთელი ქვეყანა და უფალია მისი გამკომებელი. გრიგოლ პალამა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აი ამ მომენტს და ამბობს, რომ ბოროტება ორი სახის არის. ერთი ბოროტება, რომელიც არსობრივად არის ბოროტება და ეს არის ცოდვა და მეორე სახის ბოროტება, რომელიც ჩვენი ხორციელი უძლურების რამ გამო შეიძლება მოგვევლინოს ჩვენ. აი ამ ბოროტებას, ამ მეორე ბოროტებას, ან ჩვენი ხორციელი უძლურებიდან შეიძლება მომდინარეობდეს. ამას სწორედ ეს დანიშნულება აქვსო. აი ის ბოროტება არ გაღვიდეს თავარი არსობრივი ბოროტება, ცოდვა არ გაღვიდეს და ასე ვთქვათ ეს სამკურნალო საშუალებად იყოს დარქმული. იგივეს იმეორებს იოანე ოქროპირი, რომ ხორციელის ნეულებები ცოდვისაგან მომდინარეობს, ამიტომაც ესე იგი მაცხოვარმა უთხრა, ხო, ის დავდობლოს, რომ ნუღარასოდაო, როცა განკურნა ნუღარასოდაო და შესაბამისად ეს ავადმყოფობა შემახსენებელი უნდა იყოს ჩვენთვის ამ ცოდვისიცა. ახლა ამის შემდგომ წმინდა წერილში წერია ძალიან საინტერესო რამ, რომ ისრაელი დაიძრა, გრიგოლ-მოსელი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ღრუბლის სვეტს გაყვარდა, სადაც გაჩერდა, იქ გაჩერდა და ისრაელი დაიძრა და მივიდა უაზისში, სადაც 12 წყარო და 70 ფინიკის ხია. აი ყველა ხვდებით ახლა, ყველა ხვდებით 12 წყარო ეს არის 12 მოციქული, 70 ფინიკის ხი, 70 მოწაფე, რომელიც გამოარჩია ჩვენმა მაცხოვარმა, ყველა მამა ამას აღნიშნავს, მეციც ერთ-ერთი მამა სახელი არ მახსოვს, იმასაც კი დასძენს, რომ სწორედ ძელმა მიგვითითა იმ მოძღვრებისაკენ, რომელიც 12 მოციქულმა გაავრცელა და გრიგოლ-მოსელი თქვის, მოდი დაე 70 ფინიკის ხე, აი თამამად ამბობს აბასეც მინდა მამა, დაე 70 ფინიკის ხე იყოს იმ 70 მოწაფის სიმბოლო, რომელიც აი ნახეთ რა ქრისტიანული მიდგომა, ქრისტიანული ლიტერატურა, როგორი თავისუფლებით, როგორი შემოქმედებითი სულით სარგებლობს, აი ამ სულით არსებობს და უამისოდ ის ვერ შეიქმნებოდა. გრიგოლ-მოსელს ვეთქვა, ეს არავის უთქვას, მოდი მე არ ვიტყვი, ქრისტიანული ლიტერატურა ვერ შეიქმნებოდა, ეს გამორიცხული აბსოლუტურად. არა, პირიქით ამის ამბობს, მოდი ახლა ეს ამის სიმბოლო. მოდი ეს ახლა ამის ნიშნად გავხატოთ. და ძალიან საინტერესოა ეს წმინდა მამამ მთლიანად საინტერესოა თავისი ლიტერატურით. აქედან ისრაელი დაიძრება და ესე იგი ზუსტად ერთ თვეში მიადგება სინას უდაბნოს, კერძოდ ელიმის უდაბნოში შევა, ჯერ სინას თანდემიდის და აი აქ ძალიან საინტერესო რამ ხდება, რომ ისრაელს, როგორც გრიგოლ-მოსელი ამბობს, ამოეწურა სრული მარაგი ეგვიპტიდან წამოღებული, ანუ ერთი თვის შემდგომ სრული მარაგი ამოიწურა, ეს ხდება მეგობრებო, როგორც მოსე თავად წეს მეორე თვის მე-15 რიცხვში, ელიმის უდაბნოში შესვლა და სრულად ამოეწურა საკვები მარაგი, რომელიც ისრაელს ჰქონდა წამოღებული ეგვიპტიდან და ხალხი უკვე იწყებს ჩივილს საკვებთან დაკავშირებით. ჩივილი ძალიან საინტერესოა. ეს არ არის უბრალოდ გასაჭირის მიტანა მოსესთან, ან და ღაღადი უფლის წინაშე რომ უჭირს და ღმერთმა მოხედოს მას, არა, მათი ჩივილი პირდაპირ წარმოდგენილია როგორც ხვედრება. ეტავი უფლის ხელით გამწვდარიყავთ ეგვიპტის ქვეყანაში და აქ არ მოსულიყავთ. რატო ეგვიპტის ქვეყანაში? რა ნატრებთ ასეთ ეგვიპტის ქვეყანაში? პირდაპირ ამბობენ აქ. ხორცის სამსაკვებს უსხედოთ. არც ადარჩენს ეს. რომ ხორცით სამსაკვებს უსხედოთ. არც ადარჩენს. არ შეიძლება ისეთი დაბეჭავებული მდგომარეობაში ყოფი ისრაელი, როგორც მაშინ იყო, ხორცით სამსაკვებით ის ქონოდა, რა ქვია, ცხოვრება ქონოდა ის ეგვიპტეში. მაშინ რატო ამბობ? მონობის იდეალიზება ხდება. მონობის იდეალიზება ხდება. გახედვა ხდება იქიდან, საიდანაც გამოიყვანა ეს უფრო. აი, სწორედ ამას ვაქცევთ ყურადღებას, რომ ღვაწლი, რომელიც იდო ამ ხალხმა და რომელიც უნდა აღასრულოს ამ ხალხმა ღვთის შეწევნით. ეს ღვაწლი თავის თავში გულისხმობს არა უკან გახევას, არამედ წინ ყურებას, წინ სიამოვნებას. და წინ ვერ წაყვა. თუ კი შენ საზომი არ აქვს, ღირებულება არ აქვს, რაღაცა ისეთი, რამაც აღთქმული მიწისკენ უნდა გატაროს. და შენი ღირებულება დადის კუჭამდე, დადის რაღაცა ამ ქვეყანური კეთილდღეობამდე. მისია ვერ გაგიგია. მისია ვერ გაგიშინა არსებია. რატო მოგიწოდა? ვინ მოგიწოდა? რა ასპარეზზე დგახარ? მე როდესაც ხედავ ხოლმე ჩვენ საზოგადოებას ხშირად მიჩნდება ეს კითხვა, რომ ჩვენი ტრაგედია ალბათ ამაშია სწორედ. რომ ჩვენ სხვანაირად ვზობავთ
ვძობთ არა იმის მიხედვით, რა გვევალება, არამედ იმის მიხედვით, რა გვენატრება. რა აღარა გვაქვს. რომ 27 მანეთად ვეღარ მივფრინავ და ვეღარ მოვფრინავთ. სამაგეროდ 27 ევროდ გავფრინდები და გამოფრინდებით, ხო? რა მნიშვნელობა აქვს, სად გაფრინდები და სად გამოფრინდები. თავარი აქვს სხვა რამეა. შენ პასუხობ თუ არა იმას აქვია, იმ ნიშნულს და ნიშნულითაც ღმერთმა მოგიხმო და ღმერთმა დღევანდელ დღემდე მოგიყვანა შენ. ზუსტად იგივე ანალოგია გადააქვთ მამებს ადამიანის მოღვაწეობაზე და ამბობენ რომ მარხვისას ანუ ეს მარხვა არის გულისხმობს ეს უდაბნოში მოღვაწეობა როგორც გითხარით თავის თავში გულისხმობს ასკეტურ მოღვაწეობას ამ ასკეტური მოღვაწეობისას მზე რა კონდეს მიმართული არა ეგვიპტისაკენ არამედ აღქმული მიწისაკენ და ძალიან საინტერესოა სწორედ აი ჩვენ ლექციის დასაწყისში ამაზე ვსაუბრობდით გარეგნული მორწმუნეობა და შინაგანი მორწმუნეობა ამით გამოიხატება სწორედ რომ ადამიანს რომლის ღირებულებათა სისტემა მოწყობილია იმ საზომით, მის ეგოისტურ ნებებს და ეგოისტურ სურვილებს რა უნდა, მისი ქრისტიანობა დადეს როგორც წესი მოწესრიგებამდე, მერჯულეობამდე. ეს შეიძლება, ეს არ შეიძლება, კეთის ანთენი უნდა დაანთო, მარჯვნივ სამი კრუგი უნდა დააწყდა და ათხა და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. იმიტომ რომ შინაგანი ქრისტიანობა სულ სხვა რამეა. მაცხოვარი პირდაპირ ამბობს, არ ეჩვენო არავის მარხულად. ზეთი იწყე დაიბანი, არა რომ მარხულობას არ ეჩვენო არავის არ აჩვენო შენი ღვაწლი. სხვაგან უნდა შეკრიბო ეს საუნჯე, რატო? იმიტომ რომ შინაგანი ქრისტიანობა, შინაგანი მორწმუნეობა სულ სხვა ასპექტებს გულისხმობს, რატო? ღირებულება ამ დროს სხვა და იმიტომ. ოქროპირი პირდაპირ ამბობს, აი ეს რა ქვია, მოსე არის ძალიან შეწუხებული, თუმცა არა ისე შეწუხებული, როგორც კიდე მოგვიანებით, კიდე უფრო დიდად შეწუხებულია, მაგრამ კრილი ალექსანდრელი იონე ოქროპირი პირდაპირ მიუთითებენ იმასთან დაკავშირებით, რომ ძლიერ უყვარდაო ეს ხალხი და ძლიერ წუხდაო მათ შესახებ ოქროპირი იმასაც კი ამბობს რომ ესე იგი ის კი არ ესე იგი ისრაელი ის მოსეს ადარდებდო რომ ისრაელი კი არ სთხოვსო უფალს პურსო არამედ აყვედრის მას თავისუფლებას ძალიან საინტერესოა ეს ხო შეიძლება გასაჭირი რომ მოგივიდა უფალს თხოვო ამ გასაჭირიდან გამოგიყვანოს არა სათხოვარი კი არის საყოდური ისმის. რატო? ის საქმეც ეს არის მათთვის ღმერთი ჯერ კიდევ არ არის ის ვინც გამოიყვანა ისინი ეგვიპტიდან. მათთვის ღმერთი ვინ არის? ვინც გამოგვიყვანოს? ეს არის ეგვიპტე. კი ბატონო. ბატონო. ეს ძალიან ხუთამას ყურადღება მიაქციეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. ესენი ყველა წინა დაწვეთილები არიან აბრაამის ყალობაზე. ყველანი აბსოლუტურად. გასოთ მაცხოვრას ამას ხშირად მიმართავ ხოლმე ამას და თუ მოგაბეზეთ თავის ბოდიშს გიხდეთ, მაგრამ ძალიან ხშირად მომიწევს ამ მაგალითის მოყვანა. მაცხოვარი ამბობს, მრავალი მეტყვის მას შამსაშინა უფალო უპასუხებ რა არ გიცნობ. როგორ არის შენი სახელით ამ წინასწარმეტყვა არ გიცნობ რატო? იმიტომ რომ ყველაზე დიდი სასტური რაც შეიძლება ადამიანს დაუდგეს ეს არის ის რომ გამოიგონოს ღმერთი. და ამ გამოგონილ ღმერთს დაარქვას სახელი. მაგალითად შეიძლება არსებობდეს ეს ვიღაცა ქრისტიანი, ამბობს ის ქრისტეს აღიარებს ღმერთად, მაგრამ მისი ღმერთი სინამდვილეში არის მის წარმოსახვევში, მისი ვნებების, მისი ეგოიზმის დამაკმაყოფილებელი ღმერთი, რომელსაც აკრავს იესო ქრისტეს სახელს მოსჭო და გათხოვდა. ასია ისრაელიც. ისრაელისთვის ღმერთი ის არის, ვინც გამოყოფავს. ხო შეიძლება ამ ღმერთს გამოყოფოს, ვიმართოს ამ ღმერთს გამოყოფოს, არა, ის ღმერთი ვერ გაუგდია და იმიტომ. ეგვიპტე მოყვება. მენტალობაში ეგვიპტე მოყვება ისრაელს. აზროვნების პრობლემა თავისთავად ცხადია და ჩვენ აი, ოდესაც ვისაუბრე აი იმაზე რომ ღმერთი ამას პედაგოგიური ამ დანიშნულებით აკეთებს, შემდგომ აღნიშნე ისიც რომ წმინდა მამათა ლიტერატურაში ეს ადამიანის პიროვნების ასკეტურ ღვაწლზეა სიმბოლურად გადატანილი, ამას გულისხმობს რომ ამან ყველაფერმა რა უნდა გააკეთოს. გონება, აზროვნება უნდა გაწმიდოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აზროვნების გაწმიდა არის ძალიან მნიშვნელოვანი და არა რაღაცა მარტივად რაღაც მარტივად წესების შესრულება. მე ოქროპირი ბრძანებს მოსეზე იმდენად იმაზე არ დარდობდა რომ მას შეურაცხყოფდნენ. რამდენადაც იმაზე დარდობდა რომ ისრაელი თვითონ შეურაცხყოფელები იყვნენ, ანუ თავის პირად შეურაცხყოფაზე არ ქონდა მოტარდება, არამედ მოტარდება ქონდა იმაზე რომ ისა რა ქვია ისრაელიადები ღმერთს შეურაცხყოფენ. ახლა წმინდა წერილში თქმა გრძელდება ასე, ღმერთი მოხედავს მოსეს და ეტყვის, რომ დააპურებს ისრაელს. დაპურება კი ხდება ასეთი სახით. იცით თქვენ ყველას გაგიგონიათ,
სეციდან მოვლენილი პური, ანგელოზთა პური, ეს არის მანანა, რატო ქვია მას მანანა? რომ დილით, როდესაც გამოვიდა ისრაელი, ნახა მთელი ველი მოფენილი იყო ქინძის თესლის ოდენა, ხაოიანი მარცვლებით. და იკითხა, რა არის ეს? ანუ მანა. ამიტომ ერქვა, ანუ ქართულად გადათარგმნა მოსაჯობს კი რა არის ეს მანანა. ანუ საკვებელია, გაკვებების გამოხატულება. მანანას მოპოვების და მანანათი კვების წესი არის ასეთი. ყოველ დღე უნდა აკრიფონ სულზე თითო გომერი. თქვა თუ 7 სულიანი ოჯახია, 7 გომერი უნდა აკრიფონ, 10 სულიანი, 10 გომერი უნდა აკრიფონ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არავითარ შემთხვევაში უნდა აკრიფონ ზედმეტი, ან არ უნდა აკრიფონ ცოტა. სუსტად ერთი გომერი. ეს გომერი როგორი საწყაოა, იცით? ყველა ოჯახს ჰქონდა თავისი სასოფლო გომერი, ისეთი ის იყო, ანუ უნივერსალურ საწყაოდ ვერ აღიქვებოდა. ზოგს დიდი ჰქონდა ეს გომერი, ზოგს პატარა ჰქონდა, მაგრამ ყველა აკეთებდა იმ მოცულობისას, რაც მის ოჯახს სჭირდებოდა. ამიტომაც ამერიკა დათქვამი რომ გომერი ეფის მიათედიოდა, ეს ეფაობა საზომი, ანუ ეს გომერიც უნდა ამ საზომში მოექცეს, მაგრამ აი ხას გომერი როგორი საწყავი იყო, იცით რომ ყველა ოჯახს თავისი ის ქონდა, ყველა პიროვნებას თავისი ქონდა და რაღაცა აი ამ იმას აქვია, ამ საზომით კეთდებოდა, რასაც რამდენიც ასე თქვა დაარწყულებდა, იმ ხელას საწყავს აკეთებდნენ და შესაბამისად ეფრემასურიც ამბობს, რომ ამიტომაც ვინც მეტი წაიღო, თუნდაც წელში წერია, არც იმას დარჩენია მეტი, ვინც ბევრი წაიღო და არც იმას მოკლებიო, ვინც ცოტა წაიღო. და ეფრემასურიც ამას აქცევს ყურადღებას, მაგრამ მე რისი თქმა მინდა, რომ არ შეიძლებოდა თქვათ 10 სულიანი ოჯახს სიტყვას ვთქვათ 20 გომერი ბანანა წაიღო. არა უნდა 10 წაიღო. ერთადერთი დღე, როდესაც შეიძლებოდა, შეიძლება თქვა ვალდებულები იყვნენ ორმაგი. ხო, ეს იყო პარასკევი დილა, შაბათისთვის. და შაბათის კანონი რო არ არის მოცემული. ჯული არა. არაფერი არ არის ნაკვამი შაბათთან დაკავშირებით. არა მარტო ეს, არამედ წმინდა წერილში გვხვდება რამდენიმე მომენტი, ძალიან საინტერესო მომენტი სხვათა შორის, რომელიც ჩვენ ვაგულებინებს მოსე წინასწარმეტყველმა. ჯულში ბევრი რამ შეიტანა ისეთი, რაც მანამდე ტრადიციაში ჰქონდათ, რელიგიურ ტრადიციაში ჰქონდათ ისრაელიანებს. მაგრამ ჯულში შეიტანა რატო? კანონის სახე მისცა. და ტრადიცია, რომელიც ჯულში არ შეიტანა, ის უკანონოდ გამოაცხადა. ანუ ამით განაწესა რა არის ტრადიციიდან მისაღები და რა არის ამ ტრადიციიდან. ტრადიციები შევიდა ჯულში. კი, არა, აშკარად შევიდა. ქორწინების შესახებ, შაბათის შესახებ, ლევირატის წესის შესახებ, ეს ყველაფერი ისრაელმა მანამდეც იცოდა. უბრალოდ ახლა ამას ვალდებულების და კანონის სახე მიეცემა, ცოტა მოგვიანებით. და ჩვენ წესგარეთად ხო, რაც არ შევიდა, ის უკვე მის გარეთ დარჩა. მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ ჯულში რაც შევიდა, მანამდე ისედაც ხო. ბევრი რამე, ხო, უბრალოდ მე მინდა ვთქვა, რომ ჯული თავისი სისავსით, ხო, მთელ რიგ მომენტებს გულისხმობს, რომელიც მანამდე ტრადიციაში ჰქონდა ისრაელს ისედაც. ახლა, ხო, რატო ყვები ამას? რატოა ძალიან საინტერესო, ახლა ვიკითხოთ ამას. მეგობრებო, საქმე ის გახლავთ, რომ ისრაელი როგორც მოსალოდნელი გავიდა და ორმაგი და სამაგი წაიღო სახლში. ის პროგრამას უწმუნოებს. ღმერთმა რომელმაც მანანა უწვიმა ისრაელს ეუბნება რომ უნდა გამოიკვებოს ნახეთრაწესით, დილით უნდა ადგეს ადრე, ყურადღება მიაქცეთ როგორ იზრდება ეს ხალხი, როგორ ზრდის ეს ხალხი. დილით ადრე უნდა ადგეს, თორემ შეიმდარჩება. რომ ზევ დააწყობს ეს მანანა მერე დნება და მიწაში ჩადის. დილით უნდა ადგეს ადრე. ადრე ამდგარმა მხოლოდ ერთი დღის საყვარლო და წამოიღოს არ იგულისხმება ერთად ერთი დღე. ყურადღება, შრომა და რწმენა. რწმენა იმისა, რომ ხვალეც აუცილებლად მისცემს ღვთიებას. ყველაზე უხეში აქტი, რაც არის ადამიანის ცხოვრებაში, ეს კვების აქტი, რაც არის, რომელიც თუ კულტურა არ მიეხმარე, არაფრით არ განსხვავდება ადამიანის ხოვილისაგან კვების დროს და სექსის დროს. სხვა ორი რამ არის კვება და
სექსი, რომელთაც მარხვისას ეკლესია მოუწოდებს ამ ორი რამისგან თავში არავალდებულს, მაგრამ მოუწოდებს თავის შეკავებას, ვინაიდან სწორედ ამ ორ მომენტში ადამიანი ყველაზე ძლიერ ემსგავსება ცხოველს. ჯოგნის ცხოველს ხდება. ცხოველი არც ყვებაში, არც სექსში იმას არ შვება. ხო, რასაც ადამიანი შვება. ხარა მე ისე თქვა მინდა იცი რომ ამას ყველაფერს ასე ვთქვათ ადამიანურ ჩარჩოებში ეს კულტურა აქვს, სწორედ. როდესაც სუფრა იშლება და ვთქვათ საწმელი სანოვაკე კი არ იყრება მაგიდაზე არამედ სუფრა იშლება და ექტებში იდება და გამიმის გადაღების კულტურა არსებობს ეს კულტურა ამას ყველაფერს აი აკეთილშობილებს ხო და იმაშება მაღალი მასი აქვს რატო აი ამ აქტით კვების აქტით ღმერთი ისრაელს მნიშვნელოვანეს რამეს ასწავლის ეს არის შრომა და წმენა შესაბამისად ხალხ რო საქართველოს ყველა ხდებით მასკეტულ ლიტერატურაში ეს სწორედ ასეა გადატანილი რომ შრომა და მოღვაწეობა შრომა და წმენა ეს არის ისაც აუცილებელი არის ხა ბევრი მაგალითის გახსენება შეიძლება რომ და ზოგადად ქრისტიანული მონასტერი ამით არის ძალიან საინტერესო რომ მასში გარდა ლოცვის აუცილებელია ფიზიკური შრომაც აი ეს მომენტი ერთ-ერთი ღვაწლის შემადგენელია რომ აი ვისაც ფიზიკური შესაძლებლობა აქვს აუცილებლად შრომა იმასა ახლა საინტერესო რა გახლავთ ცით საინტერესო ის გახლავთ რომ ნეტარი ხო მაპატით ეს არის გრიგოლ მოსილი ამბობს ასეთ რამეს აი კარგად უნდა წავიკითხოთ ეს ადგილი გრიგოლ მოსელთან მიიღენ კარგად თუ არ წავიკითხეთ მაშინ აღმოჩნდება რომ გრიგოლ მოსელი ამ შემთხვევაში რაღაც მინდა წერილის იმის თხრობას ბოლომდე ვერ გებულოს თუმცა ის რაც უნდა ეს გასაკვირალი იყოს და რაც უნდა მიუღებელი იყოს პირდაპირ ვიტყვი რომ აი ამ იმაში აი ამ ადგილის ეგზეგეტიკაში ის ასე ვთქვათ შესტომასაც უშვებს, როდესაც ამბობს რომ ისრაელი გამოვიდა ეგვიპტიდან, გადალახა მეწამული ზღვა, ესე იგი მარას წარეწყლებით, დამტკნარი წყლებით დარწმუნდა, კლდიდან აღმონაცენი წყალი დალია და შემდგომ ბანანამის სახვერტს არა ასე არ არის. ჯერ ბანანამისა და მერე კლდიდან ამონაჭქები წყალი დალია. ადგილები შეცვლილია გრიგოლ მოსელს, მაგრამ არ ევიდება ამას, იმიტომ რომ ჭირდება. მის სამისიონერო სიტყვა ჭირდება. კითხრობის იმას ვერ მისდევს. თხრობის იმას სხვანაირად არის ეს. სხვადასხვა ალბასაკეთად გრიგოლ მოსელი მაშინაც, როდესაც დეტალების შესახებ განმარტებებია. პირველ და მეორე დეტალებას თუ მეორე და მესამე ადგილებია გადანაცვლებული. რატომ? საქმეს ჭირდება, საეკლესიო სწავლების გადმოსაცემად ჭირდება. და დიდი ამიტომაც არის ის არეშინია ვიღაცის თვალების ბრიალის ამას ამბობს შემოქმედებითად უდგება ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია და გრიგოლ მოსელი ამბობს ისეთ მე რეცოტა სხვანაირად დააწყობს წაღებული და ამიტომ მინდა ხელსაკუთრებით ხაზი გაუსვა რომ აიწყებს ასეთ საუბარს რომ გარეგნული სახით ერთნაირი იყო ეს ბანანაო მაგრამ შინაგანი რამთვისებით მომხმარებლის მიხედვით სხვაობდა და მე აი თითქოს და რა აზრი გამოდის იცით მე კი ამბობს ამას მაგრამ რა კონტექსტში ამბობს ეს უნდა გავიგოთ თითქოს და ვისაც ნესვი ენატრებოდა მანანასო შეჭამდა ნესვის გემოექცეოდა ეს აქვია ხორცი ენატრებოდა ხორცის გემოექცეოდა იქ პრასი ენატრებოდა პრასის გემოდიქცეოდა და ასე შემდგომ თითქოს და ამას გულისხმობს არ გულისხმობს ამას ვინაიდან წმინდა წერილი ჩვენ პირდაპირ გვეუბნება ასეთ რამეს რომ ისრაელი რომელიც მანანას ჭამს გარკვეული წლების შემდგომ მოსეს მოუწიალდება და ეთქვის რომ ენატრება გემო მოენატრათ იმის აქვია ხორცის თევზის პრასის ანუ აი ეს გემო თუ ეს ასე გემოს წვლიდა მაშინ ანაირად მოენატრათ ამიტომ გრიგოლ მოსელსაც უნდა გრიგოლ მოსელის ეგზეგეტიკასაც უნდა ჯერ რომ მაინც წაკითხვა და ცოტას თუ ჩავიკითხავთ თქვენ უნდა თუ ჩავალთ საოცარ ამას ნახავთ რომ ის გულისხმობს არა იმას რომ ეს ამას გემოებს იცვლიდა ამის მიხედვით არა გულისხმობს რომ ეს რაღაცა ისეთი საკვები იყო რომელიც თავის თავში ყველა საკვებს გულისხმობდა როგორ ფიქრობთ რაზე რა საუბარია თავისთავად ცხადია იმაზე რა სიმბოლოს თვითონ მაცხოვარმა მოგცა თავისი ქადაგებისა მამასმა თქვენმა მამებმა უდაბნოში პური ჭამეს და მოკდნენ ხოლო რომელიც შეჭამს ჩემს ზეციდან გადამოსულ პურს რომელიც მისი ხორცია უკუნისამდე ცოცხალი ეგება წმინდა მამასთან ეს გახლავთ სიმბოლო ჩვენი მაცხოვრისა მანანა მოსული მანანა გახლავთ ჩვენი მაცხოვრის სიმბოლო რომელსაც მიწიდან მიღებთ მაგრამ როგორი მიწიდან დაუმუშავებელი მიწიდან მიღებთ მაგრამ ვის ამ წარ დამუშავებულია იმისაც რომ მანანა მოიცა ზეციდან არის გარდამოსული ეს სიმბოლოა ქალწულისაგან მაცხოვრის შორის და ამიტომაც ეს ის საკვებია გრიგოლ მოსელი სწორედ ამის თქმას სურს და არა ის რომ მანანა აქ იმას აქვია გემოებს იწვიდა და ეს რაღაცა
რაგვია, რაღაც ჯადოსნურ და რაღაცა მაგიურ რაღაცებზე აქ საუბარი აქვს წმინდა წერილზე გრიგორიოსის. ასე არ არის თავის თავაცხადი. რომ ეს არის რაღაცა ისეთი საკვები, სახე სიმბოლო საკვების, რომელიც ყველა საკვებს თავის თავში აღემატება. ყველა საკვებს თავის თავში მოიცავს, ყველა საკვების მომწემია. ამას უნდა გულისხმობდეს წმინდა მამა. ხო, ანუ როგორ არის ისეთ მე როთხო არ გამიგზელებს მოსე გასცემს ბრძანებას რომ ტაკუკი ავსონ მანანათი და უფლის წინაშე დადგა. ეს ტაკუკი მანანათის სიმბოლოა ღვთისმშობლისა, რომელმაც იტვირთა ზეციური სიტყვა, ანუ ჩვენი მაცხოვარი ხოლად უხსნად მუცლად იყო. ახლა კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მომენტია, რომელსაც თქვენი ყურადღება განსაკუთრებულად უნდა მივაქცევთ, ვინაიდან ეს არის ძალიან ისეთი საინტერესო რაღაც, ამას მაქსიმე აფსარებელი თავის ჯეროვან ყურადღებას აქცევს. მეგობრებო, საქმე ის გახლავთ, რომ მაქსიმამ უსასწრაფოს. რას უნდა ნიშნავდეს ის, რომ ვისაც რომ არც მეტი უნდა წაიღო და არც ნაკლები. ანუ შენი საზომის მიხედვით უნდა მოიხდა. ეს იმას ნიშნავს წმინდა მაქსიმე ბრძანებს, რომ საცნობებში არ უნდა იყო, ცოტა თანამედროვე ენაზე ვთქვათ, რადიკალური, არც ერთი მიმართულებით, არც მეორე და აი მაქსიმე შემოგვ ძალიან საინტერესო სიტყვა. საშუალი გზა საცნობებში მამამისა. საშუალი გზა, ანუ არა რადიკალური. ჩვენთან არის დღეს ეს მოდაში, ხო? რადიკალურად ნიჰილისტია, რადიკალურად ის. აი ეს არის მაქსიმეს, წმინდა მაქსიმესთვის მიუღებელი. რომ ზომით წაიღე, ნიშნავს, რომ ამ საცნობებში სამოღვაწეო საშუალ გზას არ აცდე. მაგალითიც მოყავს. ძალიან საინტერესო მაგალითი. ძალიან დიდი საცნობაა ქალწულება. და ქალწულების გამო შენ თუ თავს დაიცავ ქარაფშუტობისაგან დიახ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ქალწულების გამო შენ თუ ქორწინება შეგძულდება, აი ეს უკვე დაბაშებულია. აი საოცარი რამეა და ეს ახლა ამას მაგალითს ამოსვარო ზოგადად მაქსიმუმ ფიქრობ რომ არისტოტელესგან უნდა გქონდეს აი ეს დეტალი კიდე არისტოტელესთან უნდა გქონდეს ეს დეტალი ნახე სპეციალისტები ფიქრობენ ამას, მაგრამ ახლა აქეთკენ არ წავიყვანო სიტყვა შორს მოგვიწევს ასვლა და იმიტომ, მაგრამ საქმე ის არის რომ წმინდა მაქსიმე თავის მოძღვრებაში ამბობს ისეთ რამესაც მთელი საეკლესიო გამოცდილებისათვის არის ჩვეულებრივ და ბუნებითი. ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვიტყვით ასეთ ტერმინს, სამეუფო გზა. წმინდა წერილში გაფიქსირებული და იქ გავიხსენებ წმინდა მაქსიმეს აი ამ მოძღვრებას. სამეუფო გზა რომელია, რომელიც არც მარჯვნივ უხავს და არც მარცხნივ უხავს. არამედ წმინდა სამეუფო გზაზე დადის ეკლესია სწორედ. რომელისათვისაც არის რაღაცა აზრის რადიკალიზმი აბსოლუტურად მიუღებელია. კრილი ალექსანდრიელი კიდევ ერთ ძალიან საინტერესო რამეს აქცევს ყურადღებას. კრილი ალექსანდრიელი, ესე იგი, როგორ არის, იცით, აქ წმინდა წერილში წერია, რომ ესე იგი გავიდნენ მანანა მოკრიფონ არა მარტო თავისთვის, არამედ ოჯახის წევრებისთვისაც. და კრილი ალექსანდრიელი ამით ამბობს, რომ ამით უფალი ასწავლის ზრუნვას მოყვასის შესახებ, ვინაიდან შესაძლებელია ვინმეს უძულების გამო მანანის მოსაკრება არ გასულიყო და ამიტომაც ესე იგი სხვას გამოგებს, რომ მას იმას აკრას აქვია მისვისაც შეაგროვოს მანანა. ახლა საოცარ ამას ამბობს იოანე დამასკელი. როგორც პარასკევ დღეს შეკრებილი მანანა არ იხსნებოდა, არამედ დაცული იყო შაბათისათვის. ასევე პარასკევს უფალი იქნა დადებული საფლავში იმისათვის რომ მე როგორ იყოს ის ზედმეტად მანანას ვინ წაიღებდა მეორე დღისთვის სიმღერა მატლი ესეოდა. აი პარასკევის მანანას არ ესეოდა მატლი. და აი ჩემთვის ხო დამასკელი ბრძანის დიდი შაბათის სიტყვა ეს წმინდა იოანე დამასკელისა პარასკევს დამარხული უფალი იმისათვის რომ მე აი წოდისმერის სიმღერა გამეცაცოს და ჩემთვის იქნა დაფლული და ჩემთვის იქნა დამარხული სწორედ ეს იოანე დამასკელის საოცარი მითითება. ამის შემდგომ ისრაელი შედის რეფიდიმის უდაბნოში, კიდევ უახლოვდება სიდას მიდამოებს და რეფიდიმის უდაბნოში მოხდება სწორედ ის შესახებაც უკვე გეუბნებოდით ხალხს კიდევ ერთხელ დაუდგება წყლის პრობლემა, მაგრამ განსხვავებით მარასწრებისაგან ისინი აქ წყალს საერთოდ უხდებიან. არანაირი ნიშანი არ ჩანს წყლისა
და წმინდა წერილში აშკარად ჩანს ყოველ შემთხვევაში მოსე ასე მიმართავს უფალს, რომ ეს ხალხი მზადაა ჩაქოლოს მოსე. რას მოყავდით აქ თუ კი ცხოვრულით უნდა დახოცილიყავთ უდაბნოში და აი ამას ვაქცევ სწორედ ყურადღებას რომ უფალს მათი დახოცვა თუ უნდოდა ეგვიპტიდანაც არ გამოიყვანდა მეწამულ ზღვაზე არ გადაიყვანდა მარაცლას არ დაუფხნარებდა მანანას არ მისცემდა დამოუწნა მეთქვა რომ ესე იგი დილით მანანა მოდიოდა საღამოს მწყერებს მორეკავდა ღმერთი ხო და ეს მწყერების ეს ისე შეიძლება ფიქრობენ რომ ეს რაღაცა ჯერადი აქტი იყო ან რამდენი ჯერადი აქტი იყო მაგრამ მთელი მოგზაურობა მწყერების მორეკვა არ იყო მაგრამ მანანა მთელი მოგზაურობა იყო და თუ ღმერთს შენი გადარჩენა არ სურდა ეგვიპტეში არ გადაგარჩენდა მეწამულ ზღვასთან არ გადაგარჩენდა მარაცლასთან არ გადაგარჩენდა მანანას არ მოგცემდა ნახეთ თუ გავივლით ამას ცოტა უკანაც გავიხედავთ იქ 10 საჟერია კიდე თუ გავივლით ამას ესე იგი ეს ისრაელი სულ ჯუჯუნებს ღმერთის უწყალობს ჯუჯუნებს წყალობს საჟერები არ აქვს თითქოს და დროა აი მოსები უტრიალდება მაგალითად და ეთქვის აფხაზს ჩვენ კი არა უფალს ეურჩებით ამით თითქოს და დროა ეს ჩვენი გადასახადი ჩვენი საზომიდან რომ ღმერთმა ისრაელს უთხრას რომ მოდემდე უნდა მწდიდე ეთქვის კიდევაც მაგრამ არ დაშის კვლავ წყალობას მისცემს ჩვენ ამ კითხვას ახლა ღიას დავტოვოთ რატო და ამ კითხვას დაუბრუნდებით ცოტა მოგვიანებით აუცილებლად დაუბრუნდებით ახლა რამე დავთქვა ღმერთი ეუბნება მოსეს ჩაიაროს კლდის წინ უხუცესებთან ერთად და კვერთხი რომელიც მას ხელში აქვს დაკარს კლდეს და კლდენ წყალს ამოჩენს ყველგან მეგობრებო კლდი არის ხელი მაცხოვრის სიმბოლო ხოლო მისგან აღმოცენებული წყალი იმ მოძღვრების სიმბოლო რომელიც ქრისტეებისა ადამიანებს მაგრამ საინტერესო აქ არის ერთი რაღაცა რასაც თქვენი ყურადღება უნდა მივაქციო მოსემ კი უნდა ჩაიაროს მოსე უნდა იყოს არ უნდა უხუცესები აუცილებლად უხუცესები ეს უნდა დაინახო რატომ ამას ცოტა მოგვიანებით ვახავთ ძალიან ერთად ამას ყურადღება მიაქციოთ მარსებობს ასეთი ვინმე რომელსაც ქვია უხუცესი ეს უხუცესი არის ცნობილი პიროვნება ცნობილი ადამიანი ანუ ადამიანი რომელიც არის ავტორიტეტული ოჯახში გვარში ტომში ანუ ასეთი რამ ისრაელის ეს რომ დაახლოებით კი არა რა საზოგადოება იცით აი ვისთანაც ერთად მოსე და არონი ფარაონთან უნდა წასულიყვნენ რომლებთან ერთადაც ეს საერთო სახალხო კრება ყრილობა გაიმართა ეგვიპტეში იოსების ნეშთან აი ეს ხალხი ავტორიტეტული ხალხია და მოსემ ეს ყველაფერი აქამდე არა მაგრამ აიქიდან ეს ყველაფერი ამ ავტორიტეტული საზოგადოების წინაშე უნდა აკეთოს რატომ ამას ნახავთ მოგვიანებით ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა და მართლაც მოსე დაკრავს კვერთხს და კლდი აღმოუცედებს ხალხს. ზუსტად ეს სურათი განმეორდება. ზუსტად ეს სურათი. როდესაც ღმერთი მოგვიანებით მოსეს ეთქვის, მოსეს და არონს ეთქვის, რადგან წმინდად არ გამომაჩინოთ ერის წინაშე, შენ და არონი ვერ შეხოთ აღწმუნებას. აქ არის. მაგრამ ასეთი სურათი განმეორდება და იქ ეთქვის. თუ ჩვენ ნელ-ნელა ვიწყებთ საუბარს მეგობრებო ასეთ თემაზე, რატო ვერ შევიდა მოსე აღწმუნებაზე. ყურადღება მიაქცია. აქ ამას არა. რეფიდიმის უდაბნოში მოხდება კიდევ ძალიან საინტერესო ამბავი. ამალეკი. ეს არის ტომი. ეს არის ტომი, რომელიც შეებრძოლება ისრაელს. ახლა როგორ შეებრძოლება ისრაელს ეს საინტერესოა. მეგობრებო, საქმე ის გახლავთ. ახლა მე არ შევხვედრია წმინდა მამათა ლიტერატურაში ისინი ალბათ გასაგები მიზეზების გამო დროს არც ხარჯავენ ამასთან დაკავშირებით, რომ ისტორიული შებრძოლების პერიპეტიების შესახებ გვესაუბრო, უფრო სხვა რამეზე ამახვილებენ ყურადღებას და სხვა რა არის ამას ახლა ვიკავიგეთ. მაგრამ საინტერესოა თუ შებრძოლების მომენტი. როგორ შეებრძოლა? პირისპირ ჯარით გამოვიდა და გსაკადაუობა ისრაელს თუ რანაირად. მეგობრებო, აი თხრობის თავისებურება ამას მტკიცებიდან თქვენ ვერავინ გეტყვით ამის არც უარყოფის უფლება აქვს იმეს და არც მტკიცების ასეთ რამე არსებობს მაგრამ არსებობს ასე იმასთან დაკავშირებით რომ ეს ამალეკელები პარტიზანული რაზმებით თავს ესხმოდნენ ისრაელის განაპირა ბანაკის ტერიტორიებს
იტაცებდნენ, კლავდნენ მას და ისრაელი რომ მიდის, ისრაელი რომ იცან, მე რა გვაქვს როგორი ტერმინი გვაქვს, იცით რომ ესე იგი ამალეკი ისრაელს აკავებდა, გზას უღობავდა, აჩერებდა, ართული მიწისაკენ, სხვისაკენ. როგორ შეიძლება ეს გავიგოიცით, ერთ-ერთი მომენტი გარდა იმისა, რომ შესაძლებელია გავიგოთ, რომ ამალეკი ჯარით გამოვიდა, გადაუდგა და არ გაუშვა ისრაელს. შესაძლებელია ასეთ გავიგოთ, რომ რაღაცნაირად აი განაპირა იმაზე პარტიზანული რაზმები ესხმოდნენ თავს, ძარცვავდნენ, კლავდნენ, ატყოვებდნენ და ეს ხალხი რომ მიდის, ეს ხალხი ძალიან თუ ყურადღება მიექცეს, ჯერ კიდევ უწესრიგოდ უნდა მიდიოდეს. ისინი მოწესრიგდნენ სინასტრის წინაშე, როგორც ამას ორიგენი ეთქვის და ასეთ მოწესრიგებული გადავლენ იორდანეზე, მდინარე იორდანეზე, მაგრამ ყურადღებას რას ვაქცევთ, იცით რომ სავარაუდოდ შესაძლებელია სავარაუდოდ ისრაელს ქონდა ასეთი რამ, რომ ერთმა მოიკითხა თავისი ახლობელი, თავისი მშობელი, თავისი ძმა, ვერ ნახეს, ცეკნა დაიწყეს, მერე დარბეული ის ნახეს, სისხლი ნახეს და შესაძლებელია ეს ნელ-ნელა ესე იგი ისრაელი უნდა ერთად მიდიოდეს და ამ ადამიანები ვეღარ აგრძელებენ სვლას და ინფორმაცია ვრცელდება მთელ ბანაკში, რომ აი ეს დანაკარგები რაღაცა იზრდება და მოსემდე მიდის ეს ინფორმაცია, რომ ხალხი ასე ვერ გააგრძელებს სვლას. რატო ვამბობ ამას, რატო ვარაუდობ ამას, მეგობრებო? გზის ასე გადაკეთვა წმინდა წერილში სხვანაირად არის მოთხრობილი და იმიტომ. წმინდა წერილი პირდაპირ ამოსულა გზის გადაკეთვაზე ხდება და ისრაელის არ გატარებაზე ხდება საუბარი, თლიანადაა აქ საუბარი იმასთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს გზის გადაკეთვა. აქ არ აქვს ასე დაწვრილებით საუბარი, ამიტომ შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ აი სწორედ ეს პარტიზანული რაზმებით აი ეს ისა და იძულებული გახდა მოსე გაჩერებულიყო და იწყება ომი ამალეკის წინააღმდეგ. ეს ომი აქ ამალეკი შემთხვევაში დამარცხდება, მაგრამ არ ამოწყდება და არ გადაშენდება. ამალეკთან ომი კიდე ეკრება მერე და კიდე იქნება მერე შეხლა შემოხლა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ აქ საქმე ის არის, რომ მოსე დაავალებს ერთ-ერთ პიროვნებას და ეს სახელი მინდა ძალიან კარგად დაიმახსოვროთ, პირველად ჩდება აქ ეს სახელი იესო ნავესძეს, ისო ნავესძეს უმეთაუროს ჯარს. ამ ადამიანს ქვია ოსია. იესო არ არის მისი ნამდვილი სახელი, ოსია ქვია. იესოს მას დაარქვეს მოსე. მოსე შეუძლიეს სახლის. ოქროპირი ამას ასეთ სიტყვებს ვიტყვით ისუს და არა იესოს, რათა ეს ორი ერთმანეთისაგან განსხვავოთ, ანუ ისუ ნავესძე მოსე გარდაიცვალა თუ რა ყველგან ჩვენი მაცხოვრის სიმბოლოა. ამიტომ მე რაღაცნაირად ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან რაღაცნაირად ჩამიჯდა გონებაში და ყოველთვის ვამბობ ისუ ნავესძეს და არ ვამბობ იესო ნავესძეს, თუმცა მის სახელი ასე ვთქვით იესო და ამ სახელითაც არის სახელიც არის მიზეზი, რის გამოც ის ხდება შემდგომ სიმბოლო ჩვენი მაცხოვრის. ისუ ნავესძე, რომელიც არ ვიცით ვინ არის, სადაურია, რას წარმოადგენს, ამას მე ვიგებ ნელ-ნელა, უცებ გამოჩნდა სამოღვაწეო ასპარეზი. მე ჩვენ ნახავთ, რომ ის ეფრემის ტომიდან არის, ნახავთ, რომ მოსია ქვია, ნახავთ, რომ მოსეს უერთგულესი მსახურია და ასე შემდგომ. ისუ ნავესძე ჩვენ შევეხებთ გზადაგზა, მაგრამ აი ახლა რატო იქნა ის გამორჩეული? ასე პირდაპირ თქმა არ შეგვიძლია. სავარაუდოდ მოსესთან ის აქამდეც დაახლოებული იყო, სავარაუდოდ ეგვიპტეში ის ძალიან ისე რა ქვია, ქმედით მოღვაწეობას აჩვენებდა იმისათვის, რომ აი ეს ქვია ისრაელის ეგვიპტიდან გამოსვლა აღსრულებულიყო და სავარაუდოდ მთელი ამ ხნის განმავლობაში ისუ ნავესძე თან დაყვება მოსეს. ბრძოლა კი ასე უნდა წარიმართოს. ისუ ნავესძე უწინამძღვრებს ჯარს, ეს ჯარი საიდან გაჩნდა არ ვიცით, მაგრამ ვარაუდოდ გასულ თავის დროზე მე თქვენ გითხარით, რომ 600,000 ბრძოლის უნარიანი მამაკაცი, რომელსაც ითვლის ბიბლია ეგვიპტის დატოვებასთან დაკავშირებით, ეს ბრძოლის უნარიანი მამაკაცი რაღაცნაირად გვაგურებებს ყოველ შემთხვევაში ისრაელის შემდგომი ისტორია ამ დროით კარ ნახავს. ამასო შესაძლებელია კიდევ ერთხელ ვუშვებ ამას და არ ვამბობ, რომ ეს მართლა ასე იყო, შესაძლებელია რომ ეგვიპტეს ისრაელიანები არა მარტო შრომით სამუშაოებზე ყავდათ, არამედ მათგან რაღაცა გვარდიაც იყო შემდგარი, რომელიც წინახაზე პირველ სამხედრო დარტყმას იღებდნენ და ამითაც ესე იგი ხდებოდა მათი შევიწროება. აი ეს ბრძოლის უნარიანი მამაკაცების 600,000 არის დასახელებული, ამ ბრძოლაში რამდენია გაყვანილი, ეს არ არის დასახელებული. 600,000 დასახელებული ბრძოლის უნარიანი მამაკაცი ჯარს წინამძღვრობს ისუ ნავესძე, მაგრამ გამარჯვება ხდება ერთი პირობით. უფალი ეუბნება, ხო მოსე ეუბნება უფლის გარგულებას, რომ ისავა თაზე, მასთან ერთად ავlen აარონი და ორი, ეს ორი გამოჩნდა კიდევ ხური. ხორი, როგორც უნდა ისე ვთქვათ, აარონი და ხურიავლენ და აი მასთან ერთად იქნება მოსე მთაზე და ხელი ექნება შემართული.
ეს თეორიული კვერთხი ეჭირება ხეშ და ეს კვერთხის ხელი იქნება შემართული, როდესაც მოსეს ხელი აქვს შემართული ისრაელი იმორჩობს, როდესაც მოსეს ხელი დაეყლებოდა ჩამოეშვება ამალეკი სლავრობს ისრაელს. ვინ არის ეს ხური? არსებობს გარდამოცემა, თითი და საინტერესო არაფერი, მაგრამ ფიქრობენ მაინც რომ ეს ხური იყო მარიამის ძმა, ანუ სიძე აარონისა და მოსეს. თუმცა გრიგოლოსელი ხაზგასმით ამბობს, რომ მარიამი იყო ქალწული და ეს ხური არ იყო მისი ქმარი. ახლა მასორეტულ ტექსტს წავიკითხავთ. მოსეს აქვს ერთი ხელი ამართულიას. და ამ ხელში უჭირავს კვერთხი. მაგრამ შემდგომ თვითონ ეს ტექსტი არა ხელის, არამედ ხელების აღმართვაზე საუბრობს. რაც შეეხება სეპტუაგინტას ტექსტს, ის თავიდანვე არა ხელის, არამედ ორივე ხელის აღმართვაზე საუბრობს და შესაბამისად ხვდებით ყველა ხელებაპრობილი მოსე, ეს არის მასორი ჯვარცმის წინასახე და შესაბამისად აი ეს ჯვარცმის ძალით არის ჩვენში სულიერი ამალეკი დამარცხებული. ეს ამალეკი სულიერი ამალეკი ანუ დემონთა ისე დამარცხებული. საინტერესო ის გახლავთ გრიგოლოსას უფრო საინტერესო სიმბოლო შემოაქვს და გვეუბნება ასეთ რამდენად ჩემთვის ეს არის ძალიან ნიშანდობლივი. თუ კი რჯულს გაიგებ პოპულარულად შენში გაიმარჯვებს სულიერი ამალეკი, მაგრამ თუ კი რჯულს გაიგებ სულიერად, მაშინ შენსლევ სულიერ ამალეკს. ანუ ეს მოსე, ხელებგაპრობილი მოსე, გრიგოლოსთან არის იმ ადამიანის სიმბოლო, რომელსაც რჯული ესმის სულიერად. ხელებდაშვებული მოსე არის იმ ადამიანის სიმბოლო, რომელსაც რჯული ესმის პოპულარულად. ძალიან ხოთ ამას მიაქციეთ ყურადღება. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი მაგალითად ბოდრო თავისთავად ხადია მე სიმბოლოებზე მაგ საუბარი ვარ თავისთავად ამას უბრალოდ ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ აი მაგალითად აი შეიძლება რჯულში ბევრი რამ იყოს გაწერილი მაგრამ მას რაღაცის გამო ვერ ასრულებდე ანდა მისი შესრულებაში აღარც გევალდებულებოდეს სულიერი სიმწიფისა და სულიერი ღვაწლის გამო მართალსა რჯული არ აქვს რჯული რა რჯული არის რაღაცა წესები რომელიც გამოაჩენს ცოდვას რომელიც გამოაჩენს დარღვევას გამოაჩენს უკანონობას მაგრამ ის რომელიც მაღლა დგას სულიერი სიმაღლისათვის მისთვის ეს რჯული ის რჯულზე ამაღლებული აი მაგალითად ნათქვამია ხო ხლა არ მინდა ეს საპოლემიკო გახდეს მაგრამ სიტყვაზე თქვა და ნათქვამია რომ კვირა დღეს ნუ დავიჩოქებით და საუბრობ დღეა აღდგომას გვახსენებს და სიმბოლო ვიტვირთოთ აღდგარი მაცხოვრისა აღდგარი ადამიანისა ხო რომელიც წამოაყენა სიკვდილის საკვები მაგრამ გულშეწუხებული დედა ან მადლიერი დედა თუ კი დაიჩოქებს მაცხოვრის ხატის წინაშე ან მადლიერებით ან სიმწარის გამო ისა აქ უფლება თქვას კვირა დაჩოქვა შეიძლება ისა აქვს ამის უფლება აწლებენ ამის უფლებას ამოთავს კი და თავი ქრისტიანები მომდენ ამ მერჯულებს იმდენს როდესაც სხვა რამეა ქრისტიანობა იმიტომ რომ როდესაც უფალი შემხდება დიდება მის სახელს თუ დავიწყებ იმის კითხვას დღეს კვირაა თუ სამშაბათია განა არ მოუმოხდა და განა მიწაზე არ გამერტყები მის წინაშე ანუ მე ისე თქვა მინდა რომ აი ეს მერჯულეობა ძალიან მძიმე იმიტომ რომ მერჯულეობა თუ გადავხედავთ მაცხოვრის დროიდან მერჯულებს მათი სისასტიკე დადიოდა სწორედ აქამდე მაცხოვრი ასამოს გაიხსენეთ ფარისეულზე წიგნებზე ამბობს რასაც გეუბნებიეთ უსმინეთო მაგრამ ისე არ უსმინეთო კი არა წარმოიდგინეთ ეს რას ამბობს უსმინეთო ვინ ამბობს ამას ღმერთი მეუბნება ამას მაგრამ რა გააკეთოთ აი როგორც იქცევენ ისე ამიცეთ როგორ იქცევთ მერჯულეობთ ვირი თუ ჩაუვარდებოდათ შაბათს ამოიყვანეთ მაგრამ შაბათს ადამიანის დახმარება არ შეიძლება ყურადღება მიაქციეთ მაცხოვარი შაბათს განკურნავს ხელგამხმარს სინაგოგაში ხო შეეძლო პარასკევს განეკუნა ან და მეორე დღეს განეკუნა ამ კაცს ხელი გამხმარია გამდენი ხანი ხა ერთი დღით მეტი ეკრება რომ არა შაბათს განკურნავს მაინც და რო ეუბნებიან ყოველ დღეს შეგიძლია შაბათს მოაკეთებო ნახეთ რა ეუბნებიან ყურადღება მიაქციეთ რომ განკურნა ეს კი არა წუხეთ ეს კი არა იფშა არა შაბათს მოხდა ეს საინტერესო გესმის პროცესი და მაცხოვარი ამას სპეციალურად აკეთებს შაბათს შაბათს ყველა ხედავდა ერთად იქნა ერთად პარასკევს ორი კაცი ნახავდა და დაარწმუნებული ყველა თვალწინ ეს საინტერესო რა არის ამათ უცებ შაბათი გაახსენდა თორე ამ კაცო ხელი
თუ არავის არაფერი ტკიოდა, თუ არავის არაფერი ჭირდებოდა, თუ მაცხოვართან არავის შეკითხვა არ გაუჩნდა. აი ეს მერჯულობის სიმძიმეა მართლის ხორცოები. რეპეტივის უდაბნოდან დაზრული ისრაელი, ესე იგი, კიდე ერთი ამბავია, რომელსაც ვიტყვი და კიდე ერთხელ მიხდი აუდიტორიასთან ბუდის, ვერანაირად წინასწამდე ვერ მივიდი. ვინაიდან დღეს ამბავსაც მოყვები და უნდა დავასრულო. ის არ მინდა მშალად იყოს და თუ დღესაც კიდევ ერთხელ გადავდოთ ჯულის მეფების ამბის შესახებ ერთ ამბავს მოყვები და დავასრულოთ. ეს ძალიან საინტერესო ამბავი. ამბავი მის შესახებ როგორ ჩამოდის მოსეს სიმამრი, იოთორი, მოსეს ცოლშვილთან ერთად და აი გზაზე შეხვდება მოსეს. როგორ უნდა შეხვედრო და გზაზე იოთორი მოსეს. ხო გადაურეკავდა მოსე მობილური და მოდი აქ ცოლშვილ მომიყვანო. რაღაცაიდან უნდა იცოდეს რომ აქ არის მოსე. აქ ორი ვარიანტია, ერთი ის არის რომ მოსემ თვითონ გაუგზავნა, რომ ამა და ამ ადგილს იმყოფებოდა და მოსულიყო მაცნო. და მეორე რაც ძალიან გამოცხადებას ნაკლებად არა, გამოცხადება არა, უფრო ის რომ ამბავი აი ამ ხელა მასის გადაადგილების შესახებ იმ მიდიამის ტერიტორიაზე საკმაოდ გავცემდა. და იოთორი მიხვდა რომ აი ეს არის ის ამბავი, რაც მოსეს უნდა დამართო და ჩააკითხავს მოსეს. ეს უფრო იმას მეშვება, თუმცა არ არის გამორიცხული არაფერი იმაშიც, რომ მოსემ გაუგზავნა კაცი და მისი ადგილს ამყოფელი ამცნო და დაიბარა თავისთან ცოლ-შვილი ჩამოიყვანა იოთორს. მეგობრებო, საქმე ის გახლავთ, რომ იოთორი ჩამოვა. მოსე ესე იგი გაუგზავნის ამბავს, აი წმინდა წერილში ძალიან კარგად არის დაჩვენებული, რომ მოსესთან კი არა გააგებინებს მოსეს ჩამოვიდა, მოსეს თავისი რაღაცა არ მიდახლა ეს სიტყვა, ხმამაღლა შეხედეს, მაგრამ რაღაცა თავისი ინსტიტუციონალური წარმონაქმნია. მოსეს აი პირდაპირ ვერ მოხდა. აქ უნდა ვიღაცას კითხო, უფლება იყო გარკვეული შეიძლება რაღაცა საფეხურები გაიარო იმისას, რომ მოსემდე მიხვდე. შეიძლება ასე მიფიქროთ, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვა რამე შეასახა. ნახეთ ხაზი რა არის საინტერესო. აი მას განახეთ ხო ძალიან საინტერესო რამე. გამოვა მოსე, გადაეხვევიან ერთმანეთს და მოუყვება მოსე ყველაფერს, რაც ღმერთმა უყო ისრაელს. ანუ 10 სასჯელი, მეწამული ზღვა, ეს აი ყველაფერს მოუყვება. და მასორეტული ტექსტი გვეუბნება, რომ გაიხარავ იოთორმა, ხოლო სეპტუაგინტა გვეუბნება გაუკვირდაო იოთორსო. ეს სხვადასხვა მომენტია, ერთი მეორეს არ გამორიცხავს შესაძლებელია, მაგრამ აქ გაკვირვება არის უფრო საინტერესო, ვინაიდან შემდგომ ზუსტად შემდგომ წმინდა წერილი იოთორთან დაკავშირებით გვეუბნება ასეთ რაღაცას. ძალიან საინტერესო რამეს. რომ იოთორი აღიარებს, რომ მართალია ისრაელის ღმერთი ყველა ღმერთზე ძლიერი ყოფილა და შემდგომ სხვა შეწირავს მას. ანუ პრაქტიკულად იოთორი, აი როგორც მომთანა გვაქვს, მიადგა იმას რა ქვია, იმ კარებს, იაკაკუნა იმ კარებთან, რომლის მოპოვე ჭეშმარიტი ღმერთის სოდეობა იწყებოდა. კირილ ალექსანდრიელი კარებს ასკი ითვლის, ანუ ჯერო მოსემ რომ მიიღო სიმამრი კარებში შეიყვანა, ეს იყო მოსამზადებელი რამ პერიოდიო, იმისაც რომ ჭეშმარიტება შეეცნო იოთორს და ამ კარვის შემდგომ, როდესაც ხომ შეწირავს და აარონთან და უხუცესებთან ერთად ისევ ჩდებიან ეს უხუცესები, ყურადღება მიაქციეთ, ამ ტრაპეზს, აი ამ ესე იგი წმინდა ტრაპეზს გამართავენ. აი ეს არის უკვე ის მეორე შესასვლელი, მეორე შემოყვანებელი, საიდანაც უკვე იოთორი ამ ჭეშმარიტებას, ერთი ღმერთის ჭეშმარიტებას ხედავს, მიუხედავად იმისა, რომ აი საქმე ეგვიპტურ და მიდიამულ, ასე ვთქვათ, დაბნეულობაში და გზაბნეულობაში ცხოვრობდა იოთორი. აქ საინტერესო რა არის? საინტერესო ისაც, რომ იოთორი აღიარებს ღმერთის ერთადერთობას, როგორც ყოვლა ძლიერი ღმერთისა. ყურადღება მიაქციეთ. ეს ღმერთი არის სხვა ღმერთებზე ძლიერი ღმერთი. ელშადაი, უფალი ყოვლა ძლიერი. აი ეს მეორე კალის მიღმა რაც უნდა დაინახოს იოთორმა, რასაც კირილ ალექსანდრიელი აკეთებს აქ ეს მეგობრებო რა არის? არა ყოვლა ძლიერი, არამედ ერთადერთი ღმერთი. იახვე, ანუ მარტო არსებული, ხოლო არსებული, ჭეშმარიტად არსებული. აი ეს არის მონოთეიზმის საფუძველთა საუბარი. არა ყოვლა ძლიერი ღმერთი. ეს მამაკთა გამოცხადებული, გამოცხადება მამის ამჭირდებოდა და იმით. არა მონოთეიზმის საფუძველი არის ისე ამოსავალი წერტილი არის ის, რომ მე ვარ მხოლოდ ნამდვილი არსებობით არსებული. სხვა ჩემგარში არაფერი არსებობს. მეორე დღეს გამოვა იოთორი და ნახავს საოცარ რამეს. ხედავს მოსეზის, ასე და წინ დგას დიდი რიგი. აი დიდი რიგი.
და მივად ეკითხება რა საკეთება. და მოსე პასუხობს ასეთ რამეს, რომ ხალხს მოდის და ღვთისმეტყველებას მე მეკითხება, სადაც საქმე გასარჩევი აქვს, რაღაცა პრობლემა აქვს, მოდის და მე უჩვევ საქმეს. ახლა ერთი წუთი წარმოვიდგინეთ. 600,000-იანი მარტო შრომის უნარი, საქართველოს უნარიანი თამაკაც. 2-დან 3 მილიონამდე მასა. აი ძალიან ცუდი ციფრი რო ვთქვა, ძალიან ცუდი რიცხვი რო ვთქვა. ამ ხელა მასაში დღეში 5-დან 10,000-მდე კონფლიქტი ფიქსირდება. დავანებოთ 5,000 კონფლიქტი. დავანებოთ 5,000 კონფლიქტი. 100 კონფლიქტი ვთქვათ. წუთში ერთი საქმე რო გაარჩიოს, მოსე მთელი დღე. ერთ წუთში ერთი საქმე ჯერ ვერ გაარჩევს გამომწყვეტ. თქვა, ახლა წუთში ერთ საქმეს არჩევს. ერთი დღე ვერ გაყოფ. მეორე დღეს თავისი პრობლემები აქვს. ერთი და პრობლემები კიდე მოჩენილია. მესამე დღეს თავისი აქვს და ორი დღეს პრობლემები. ეს ხალხი დგას რიგში, ელოდება მოსეს. ამას უყურებს YouTube. ეუბნება ასე დავუპაუხოს. ასე მოაკეთება. ახლა ადიქი გამოირჩიე ხალხი, ძელი ხალხი, ასწავლე ღვთისმეტყველები. დაადგინე 10-ის თავად, 50-ის თავად, 100-ის თავად, 1000-ის თავად. და ეს წრუწული საქმეები აქ გაარჩია. რა ღვთისმეტყველები ჯერ ხოლმე გასაკეთებია, მაგრამ წესები დელეგირებას აკეთებს. ჯერ არაფერი აბსოლუტურად გეთახმება. აბსოლუტურად გამოცხადებითი ცნება ჯული არ არსებობს, მაგრამ აქაც იგრძნობა ეს არის ის ტრადიციების მიხედვით, საზომი აქ არის დადებული და შესაბამისად წვრილი საქმეები გაარჩიე ქვემოთ და ის საქმე რომელიც აი 1000-ის თავსაც ვერ ყიმა, აი ის მოვიდე შენამდე. წმინდა წელს საოცარი რამ. მოსი არ ეთქვის YouTube-ს, ღმერთს აუდგა ჩემთვის ეს არ გავაკეთებ. მოსი არ ეთქვის YouTube-ს, შენ მიგეკითხე. მოსი ადგება თავისი მოსმენს დაადგენს 10-ის თავებს, 50-ის თავებს, 100-ის თავებს, 1000-ის თავებს და გადაუნაცვლოს მათებს. ეს ნამებია მოსაქცევა. როგორ ისწავლა მოსემ ის, რაც მას გამოცხადებით არ ჰქონდა. რატომ იცით ხალხი? მოსე ძალიან დიდი ადამიანია. მისი სიდიდე გულისხმობს სწორედ ამას, რომ არავითარ შემთხვევაში ის არ უნდა იყოს არც ფანატიკოსი, არც რადიკალი და არც არაფერი. აუცილებლად ის რაღაცა ინსტიტუციონალური გამოცდილება, რაც ჰქონდა YouTube-ს, ამას თუ გაითვალისწინებს, ამაში არაფერია მიუღებელი. ხო, ყურადღება მიექცეთ ძალიან საინტერესო რამას. აი ამ მომენტიდან, აი ამ ადგილიდან ჩვენ დავიწყებთ საუბარს ძალიან საინტერესო თემაზე. ნელ-ნელა მოსე როგორ თავის ძალაუფლებას ანაწილებს სხვადასხვა ინსტიტუტებზე. და იტოვებს მარტო პოლიტიკური ლიდერის ძალაუფლებას. მე აი ამას ნახავთ, მე ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ისმის კითხვა, რატო ვერ მოიფიქრა მოსემის სპოილერად სიცოდა YouTube? რა იყო ახლა ამაში რთული და გაუგებარი? ეს 10-ის თავები, 50-ის თავები, 100-ის თავები და 1000-ის თავები მეგობრებო. მოსე რომელიც გამოირჩია. სიტყვა გამორჩევა არ გულისხმობს იმას, რომ მოსემ დაიარდა, მოდი შენ იქნები. არა, ესენი უკვე ცნობილი ავტორიტეტული პირები არიან. უბრალოდ დელეგირება არ აქვს ამის. აი ეს ინსტიტუტი, ეს ხაზი არ არის შექმნილი, თორემ ესენი არ არიან შემთხვევითი ადამიანები, ესენი საკმაოდ ცნობილი ადამიანები არიან. ამიტომაც ამდენჯერ მიახსენა წმინდა წერილმა. უხუცესები, აი ეს ყველაფერი 1000-ის თავებში ხო შესაძლებელია ეს უხუცესები მოვიაზოთ, რატო ამას ჩვენ შემდეგ შეხვედრაზე ნახავ 70 უხუცეს წმინდა წერილი უცებ გამოყოფს რაღაცა წერილი აღირა, საიდან მოვიდა, ვინ არიან და მანამდე ძალიან ავტორიტეტული ადამიანები არიან. და ამის შესახებ ჩვენ ცოტა კი არა, ჩვენ ლექციაზე უცებად ვსაუბრობთ. შესაბამისად ყურადღებას აქცევთ თვითონ მოსეს სიყვარულს, რომელიც ხშირად პრაქტიკულ უნარებს უკარგავს ადამიანს. ისე გიყვარს, პრაქტიკულად კი არ მოქმედება. თუ ვინმე არ გიკარნახავ, ამას ასეჟას ჯობია. რაღაცა იმდენად უშუალო ხარ, იმდენად გადაგებული ხარ, იმდენად გინდა იმას ემსახურო, რომ რაღაცა ეს შენთვის კომფორტული რაც არის ის გავიწყდება. და აი ამას აექცევა ყურადღებას, რომ მოსეს სწორედ ასე უყვარდა თავისი ხალხი და ამიტომაც ეს პრაქტიკული მხარე მას ცოტა არ იყოს შეუმჩნეველი დარჩა. შესაბამისად მოსე მიიღებს ხედელობაში მოძღიტყარი თავისი სიმამრის შევას და წმინდა წერილი ხომ YouTube-ი წავა თავისგან, თუმცა ერთ-ერთი მამა არ მახსენდება, რომელი ანკელილი ალექსანდრიელია ან
ეფრემასული ორიდან ერთი ბოდიშკეფით არ მახსენდება ნამდვილად ერთ-ერთი მამა ამოწმებს კიდევა და მე წმინდა წერილდანაც ჩასო მარტო იოთური და მოსეს ცოლშვილი კი არ არის ჩამოყვანილი არა ძალიან დიდი ნაწილი რაღაცა ტომის არის მოთქმა გამოყვა მას და დარჩებიან კედიზელების სახელით იქნებიან ისინი ცნობილი ისრაელის წიაღში და დარჩებიან ისინი და იმას ისწავლება ქვია დააძლებენ ცხოვრებას მოგზაურობას და მე ცხოვრებას სანაცვლე ფიქრობს რომ შემდგომ შეუერთდა ისრაელის საქმეწაზე შესვლის შემდგომ სავარაუდოდ აქ უნდა შეერთება ის ამი დავასრულებ რომ ამის შემდგომ უკვე სინას დაიწყება ნამდვილად ამის მერე ნამდვილად სინას ერთი თქვა და ორი კითხვა მაქვს თქვა მინდა ის რომ 4000 წლის წინ 600,000 ბრძოლის უნარი მამაკაცი არ ებევრებათ და მიჩნეულია საყოველთაო ჭეშმარიტება თქვა თანამედროვე ცივილიზაციაში ისტორიოგრაფიაში და როდესაც უტევენ ეროვნულ ისტორიას და ჭეშმარიტებას გვეუბნებიან რომ 600,000 ბერი არ შეიძლება ყოლოდა ლაპარაკია მაქედან პოპულაციის გამრავლების 3500 წლის მერე 100,000 მოწამე არ შეიძლება ყოლოდა თითქოსი არ შეიძლება კოალიციური ლაშქარი 560,000-იანი ყოფილიყო და დავითის 73,000-იანი ანუ თან ყოველთვის ამ ათეისტურ ლიბერალურ კონოტაციაში ისტორიის გააბაიბურებისა კამათი აქვს ჩემცირებისკენ ანუ არასდროს არ გეტყვიან რომ არაგაცო მეტი ყოველთვის უნდა იყოს უფრო გვიან და უფრო ცოტა ესე მივაქციოთ ყურადღება როგორ მუშაობს მოდერნის მანქანა ანუ ის არ არის მითი ვინ გაბედავს ახლა ებრაელებს შეეგამათოს იმაში 600,000 ბრძოლისუნარიანი 6 მილიონიან ჰოლოკოსტში თქვა აგერ აქ ხო და ეს სუმითებია ჩვენი ისტორიაც კითხვა მაქვს ორი თქვენ ახსენეთ რომ ამალეკის ბრძოლაში უდაბნოს ამ ნაწილს ერქვა რეფიდიმის მადლობთ ჩამესმასები და მეორე კითხვა მაქვს ასეთი მანანას გემოვნებითი თვისებების სხვადასხვაობა თაფლიანი პოზიცია უნდა ქონდეს ხო მაგრამ აი ძალიან საინტერესო არის ეს პატერიკული განმარტება რომ ვისაც რა ენატრებოდა ისე გრძნობდა ისე განაცდიდა ეს ასე არასწორად დასვლა გააკეთეს გრიგოლოსელი ამას ვერ იტყვის ლევან პირიქით მე ვამბობ რომ გრიგოლოსელი ამას ასე ამბობს მაგრამ შეძლებას უაქცელებს მე მიდის იქამდე პავლე მოციქულის და მოყავს ამბობს რომ ანუ ეს რაღაცა ესეთი საკვებია რომელიც ყველა საკვებს შემოკრებდა და სიმბოლოში მაცხოვრის ხოცი ანუ სულიერად მაცხოვრის ხოცში აქვს საუბარი მაცხოვრის ხეულზე აქვს საუბარი რომელიც ყველა საკვებს აღემატება და ყველა საკვების ის და აი აქ მაქვს ეს კითხვა პირდაპირ უთავს პლატონის შემდეგ ერთ-ერთ სკოლას კერძოდ სკეპტიკურ სკოლას იმიტომ რომ სკეპტიციზმში ეს მაგალითი ახლა მანანა არ არის ნახსენები მაგრამ სექსტემპირიკის პირონის ენესიდემის და აგრიპას განსაკუთრებით ენესიდემის 10 და აგრიპას 5 ტროპში სადაც ლაპარაკია ჭეშმარიტების ყველადგენადობაში ხო ლაპარაკია რომ თაფლი რომ მეტყვილება მე არ ვიცი სინამდვილეში შესაძლებელია თუ არა იმიტომ რომ ადამიანები ყველა სხვადასხვანაირები არიან ის კი არა ხალხები სხვადასხვანაირი არიან და თქვათ ვისთვისაც ხელა ეს სასიხარულოა და ვიღაცისთვის მომაკვდინებელია და ის კი არა ერთი და იგივე ადამიანი სხვადასხვა მდგომარეობაში თაფლის სიტყვას სხვადასხვანაირად ცნობს და მთელი ეს პლატონიკური სკოლა რომელიც მოგეხსენებათ ჯერ ერთი ძალიან ახლო ქრისტიანობისთვის და პლატონის მერე სკეპტიკური სკოლა იწყებს არსებობას ქრისტემდე 2 საუკუნით ადრე და შედის და არსებობს ქრისტეს მერე კიდე 2 საუკუნე, ხო? არის უშუალო კავშირში პირველ ქრისტიანულ ღვთისმეტყველებასთან. თქვა რა სიმაქვს. არის თუ არა რამე თვითონ მამობრივი ალუზია ან რეფერენსი ან განმარტება სკეპტიკოსების
მხრიდან ამასთან დაკავშირებით. არსად არის მე არ მინახავს უბრალოდ პლატონიკოსები რო თქლებან ალბათ რომ ნეოპლატონიზმზე გინდოდა გაგემახვილებინა. მანამდე, ანუ სანამ პლოტინი შემოვა და სანამ ნეოპლატონიზმი დაიწყება, აი შუაში არიან სკეპტიკოსები. ხო არა, შუაში ვარიან და სკეპტიკოსები. იგივე ეს პირონი ამბობს, რომ ჭეშმარიტებას მარტო ჩვენ ვეძიებთ, ხო. არა, მე უბრალოდ ქრისტიანობის გავლენაზე, ქრისტიანობის გავლენაზე იმდენად არ არის ქრისტიანობასთან ახლოს მისვლაზე და თანამშრომლობაზე, რომ სკეპტიკოსებზე ნეოპლატონიზმი კი, მაგრამ ხო და პლატონიკოსებთან, რომ იქ ნეოპლატონიზმის რა არის, ის საბოლოოდ ნეოპლატონიზმი ისეთ რამემდე მიდის, რომელზეც ქრისტიანობა გაცილებით დიდი სიმაღლიდან იყურება, იმიტომ რომ ნეოპლატონიზმში ბოლოს პიროვნების უარყოფაც არის და საერთოდ პიროვნები. კი, რა თქმა უნდა, იგივე ახდება თვითონ პლატონსაც კირილე ალექსანდრე. კი, როგორ არა. ვინც გინდა მილიონჯერ ციტირებს და პრაბადოკი. ცალსახად უბრალოდ მე ვერ გამოვყევი კითხვაში ვერ გამოვყევი და ეს ხო, უბრალოდ მაინტერესებდა არის თუ ეს არის მე ვერ გიფიქრე სენსუალიზმის ფილოსოფიის წინასახე და მაინტერესებდა არის თუ ვერ გარ ეგზეგეტებს ის იმას გადასწორი კიდე ერთხელ რომ თითქოს და ერთი შეხედვით გრიგოლუსელი ამას ამბობს, მაგრამ სინამდვილეში ამას კი ამბობს. ამას რაღაცა ჟელობაში მოყავს უფრო უმაღლესი თყვას და უფრო დიდი თყვას სიმბოლო შემოიტანოს მანანას. არის კითხვები? კი, ბრძანა. ესე იგი, ისრაელის გაყვანის გარშემო მაქვს ისევ კითხვა, რამდენიმე ლექციის წინ მოსეს მოღვაწეობამდე სანამ მივიდოდით, ხო მოსემ აშკარად დაინახა, რომ ეს მენტალური არამგზაობის მდგომარეობა, როდესაც მონებიდან უნდა გაეყვანა ისრაელი, ხედავდა, რომ ისინი არიან ანუ როგორც ლიდერის ფუნქციას ვერ ჭირთულობდნენ, იმიტომ რომ არ ჭირდებოდათ მათ ლიდერი. ეს იყო ასე ვთქვათ ბრბოს მაგვარი, ასე ვთქვათ ადამიანების კოლექტივი. მიუხედავად ამისა, გაყვანა მაინც ხდება, ხო? მიუხედავად იმისა, რომ მან იმ წამსვე, ასე ვთქვათ, გადასარევად აღიქვა ეს მდგომარეობა, გაყვანა მაინც ხდება. ისე უფლისნებით, რა თქმა უნდა, არა თვითნებით. და აი ეს მთელი გზა კიდაც მეწამულიზღვის და მედერეფიდემის უდაბნოში ხო ყველა ვარიანტი ისევ და ისევ სიმბოლურად თუ გადახედოთ და არა მხოლოდ სიმბოლურად არის გზა, რომელიც ადამიანმა ასე უნდა ისევ ახიტიდეს ეს ერი და აი ამ ახიტიარებაში ფაქტიურად ხდება მათი გამოწვევა და სწავლის პროცესია. და თითქოს იროვნულად რო გადმოვიტანოთ ეს სიმბოლური თხრობა წმინდა წერილის, იგივე ამალეკი რაღაცნაირად სიმბოლოა ბრძოლის, რომელიც თითოეულ ადამიანს სულიერი განვითარების ეტაპებზე ჩვენ და ისევ ეს ხეტიალი ძიება, უფალი ხან დავშის, ხან არ დავშის, ხან მოგეფერება, ხან იქით გადმოხვდება. დავშე გზდის ამ ყველა. ანუ ეს ისევ აღზრდის პროცესია, ხო? ანუ იქაც ეს იყო ამები პირდაპირ ამბობენ ამასაც აი აშკარა პარალელი არის. კი, არა, მამები ამას პირდაპირ ამბობენ, ვინაიდან ჩვენ ახლა კი უხერხულად გამომივიდა ორი ლექცია აკვირდეთ, აი ჩვენსაც შემდეგი ლექციიდან ჯულის მიღებაზე ვისაუბრებთ, თავის თავაწყალი გაფიცნებასაც კულტურას არ მივაქცევთ. საერთოდ სწავლობთ, მაცარ ჩვენ მიზანი ხალხის განმარტების შესახებ ვისაუბრებთ. იქ ნახავთ, რომ აი ეს ხალხი ჯულის მიღების შემდგომ აი ამ ხალხს ისეთ მოთხოვნებს აუყენებს ღმერთი, რომ ის შეიძლება აღსtildeად უნდა მივაჩნდეს. აი მე განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევ ამას, საერთოდ ჩვენ თხრობაში შემოვიყვანთ ამას, ეს ამშვენოვანი მომენტია. ნახავთ ამას თავის თავისგან მთელი ეს სული დაყავდა, რომ საბოლოოდ ღმერთმა ხო იცის, რომ ეს თაობა ახლა კი მე ვერ შევარდ მიწაზე, ნუ აი არანაირ ვერ შევემთქი არ შეიძლება, თვითონ იტყვის უარშენ ვისაუბრებთ. თვითონ დაიძრება ეგვიპტისკენ წამოვა, უკან ფიზიკურად დაიძრება. ანუ საფრთხო განგებულება გულისხმობდა ამის თვითვასაც, ამის გამოჩენასაც და გამზგის ძალასაც თავის თავასთან. ახლა უყურეთ რა შეესაქმე. ძალიან საინტერესო მომენტია. ძმებმა გაკეთეს იოსები. იოსები მოხდა ეგვიპტეში. ეგვიპტეში იოსები ამაღლდა და შემდგომ ისრაელს დაეხმარა, ანუ იოსების ეგვიპტეში ხვედრა აშკარად საფრთხო განგებულება, აშკარად. მაგრამ ეს იოსების მოსგანახავს. მაცხოვარი გაყიდა იუდა. და ამ გაყიდვის შედეგად მაცხოვარი მოკლეს და ადამიანი ცხონდა.
მაგრამ ამ გაყიდვა ეს ღმერთმა ასე ვთქვათ მოატრიალა თავის სასიკეთოდ როგორ ადამიანის სასიკეთოდ ეს კი არ ამართებს იუდა ისკარიოტას ანუ ისაც ღმერთმა წინ და წინ იცის ეს ანიშნავს იმას რომ მისი ყოვლისწოდნეობა შენს დღევანდელ უსამართლობას რამენაირად გაამართლებს არა ეს ღმერთმა ეხლა პალამას აქ ძალიან საინტერესო საუბარი აი ამ იმასთან დაკავშირებით ბოროტებაზე რო საუბრობს ბოროტება არსებითი რაც არის ანუ უცოდვა და ბოროტება რაც ხეულები უძულებიდან მოდის ხო ეს არის ამომწყობები და სტეულებები ამ სტეულების ადამიანს სტეულებები მოდის სწორედ ამ პირველი საკითხი ხო ამ ბოროტების ამ ცოდვის გამო ადამიანი დასნეულდა და ამბობს ასეთ რაღაცას გრიგოლ პალამაძე ძალიან ხმამაღალი ნათქვამი კი გამოდის მაგრამ ახალწმინდა მამა ამბობს და ვიმეორებ რომ ამ ბოროტების აღმოსაფხრელადო ამ ბოროტებას დაუშვებს ხო მაგრამ თუ ეს ბოროტებას არ აღმოიფხვრაო იმისათვის რომ სხვას არ გადაეტოს ეს ბოროტება გახავს ამ სოფლიდან ადამიანი ამასაც კი ამბობს ხამხელა მამა ჩემს გრიგოლ პალამა არის ოდიში კიდევ ერთხელ ხო ანუ ადამიანის საქმედან გაყვანა ესე იგი ამ სტეულები და იმი თუ ეს ბოროტება არ აღმოიფხვრა და ეს გადამდები გახდა ეს მეორე პირველი ბოროტება ცოდვა პალამას ტერმინოლოგიაში არსებითი ბოროტება არის ცოდვა ეს მეორე ბოროტება არის ამის შედეგი ამოთხოვნა მაშინ ეს გადამდები არ გახდესო სულისთვის ხო გaqავს ეს ის ბოროტებას არაფერი ეშველა ამითაც ხო გaqავს ამ ხო ჩემს გრიგოლ პალამას ჩემთვის რა გასამგებლო კარაფერს ვამბობ ჩემ დამოკიდებულება მithქვა რომ გრიგოლ პალამა არის თუ საოცრება გრიგოლ ნოსელი და გრიგოლ პალამა ხუთი გრიგოლია რომელიც ძალიან უყვარს ეკლესიაში ძალიან ხო და ნუ საოცარი მამა საოცარი სიმაღლეა და საოცარი ძალა აქვს საოცრება ამასლა და აი ამ კამთიც კი ამასაც კი ამბობს თუმცა აი წმინდა წერილში გამამებლის ეგზეგეტიკური განმარტებები თქოდაც ახსენეთ მანამდე ერთი ფრაზა წინ მიდიხარ და უკან არ უნდა ეხედებოდა ის გზაც რომელსაც ისრაელი ადგება მუდმივად კირილაციდან პირდაპირ ამბობს აღთქმული მიწა ნუ სიმბოლურად გადააქვსო ესე აღთქმული მიწა ეს არის სასופველი და აქაური მყოფობა ანუ არაჭეშმარიტი მყოფობა უქროპირი ამბობს ჩვენ აქ სახლებიც კი არ აქვს ჭეშმარიტი სახლები იქ მაინც უკან მაინც უკან და კიდე ძალიან მნიშვნელოვანი იყო უფლის სიტყვები, როდესაც ეს ეუბნება, რომ შენს არ შეკრი და ასე ვთქვათ, თუ ისმენ ჩემს სიტყვას. თუ ისმენ ჩემს აი აბსოლუტურად დღევანდელობასთან არის რაღაცნაირად პარალელში ეს ეპოქალური რაღაც ამ ხელამოვლენები ისე არ დღევანდელ დღეს როგორც ისმენ. ხო, ვინ როგორ ვისთვის როგორ ზოგიერთი სასწაულს ახილიკებს კიდევაც ამასაც კი პეტავს. ნუ ყველას უშუალოდ ხმახა ჩემი საქმე არ არის, მაგრამ არავის განთეთის საშუალებას არ დავიწყე, მაგრამ ამ გლობალური პანდემიის პერიოდში მე უფლის უშუალო წყალობას ხედავ საქართველოს რა ვქნა ეს არა ახილიკებენ ხო არა თავის თავაცხადია ახლა იმას კი არა ქრისტეზე აღდგომა არ გავრცელებული იყო და ფული გადაიხადეს იმაში ამაზე წამსვლელი ადამიანი თავის თავაცხადია მაგრამ უბრალოდ გამინდა თქვა ეს რომ აი თვალი გაგდა არ დაინახავ ყური გაგდა არ გაიგონებ ხო ეს სადღაც იხო არ ითქვა ეს დღევანდელ დღემდე მოქმედებს პირდაპირ უფლის სიტყვებია და ამის გახსენება მე მგონი აი ეს ფაქტია ამას ისტორიული მასიური საშუალებები არ აქვს ამის მოსვენის და გაგების ეს დაგესვრის ყველას და შეიძლება ამას რეალურად სიმბოლურად ვამბობ 100 კაციდან ერთი კაცი არ მოხდეს მაგრამ ის ერთი კაცი მაშინ არის დღეს ის ეს ყველა შეუძლია გაგებინოს ეს უკუმართო რასაც დასკვირია ხო მაგრამ პროპორციულად გაიზარდა ხუთა და ფორმათან იწვევს ხო 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 ეს გაიზარდა საშუალებები ეს შეგვიძლია მისაშუალებლად თავის თავაცხადი კითხვა მაგდა დავასრულებ ეს ნატურალისტური ხედვა რომ ეს მურს თავისი თვისობრიობა ქონდა ხო რა თქმა უნდა საგულის ილარის სპექტაკლი პირდაპირ ამბობს ამ მურსაც ქონდა თავისი რამ თვისებები ან ასე გალაშქრება ამისე მაგრამ აი ისო სასწაული იყო სასწაულის უარყოფის ხარჯზე ამის თქმა შეიძლება მე თვითონ ილარიოსი ამბობს ინდაციის რომ ის მორი იმ ადგილზე ამ თვისებებით იყო ხო ისიც უფლის ნება ხო მე თავის დროზე თავის დროზე გითხარით რომ ესე იგი ვარჩევთ რა არსებობს ნიში და სასწაული ეს ორივე უწყარო უფლისგან არის აი მაგალითად მოხდება მიწისძვრა ხო
დიდი მიწისძვრა მოხდება და რელიგიური გონება იტყვის, რომ ღმერთმა რისხვა გამოაგზავნა. მოსახლე რისხვა თავისთავად ცხადია. მიწისძვრა არის ტექტონიკური ძვრები და აქვს თავისი კანონები და ამის მიხედვით მოხდა ის. მაგრამ ეს არ ნიშნავს ის, რომ უფლის ნიშანი, უფლის მინიშნება არ იყო ამაში. თავისთავად ცხადია არ ნიშნავს ამას. ხო შეიძლება და ეს მიწისძვრა არ მოხდარიყო. კი იქ რაღაცა დაიბუხდა, რაღაც განბუხდა, მოხდა ქალების მოძრაობა მოხდა, ამას მოყვა ეს კი თავისთავად ცხადია. რაც რაღაცას კი არ არყევს მიწას ასე, მაგრამ რატომ ილაშქრებ შენ იმის წინააღმდეგ? მე ხო არ ვილაშქრებ იმის წინააღმდეგ, რომ ეს მართლა ბუნებრივი კანონები ტექტონიკური ზღვა იყო. შენ რატო ილაშქრებ ამის წინააღმდეგ, რომ ამით ნიშანი მომცან ამაზე ღმერთმა? ყოველ შემთხვევაში რელიგიური აზრისთვის, რომელიც სრულიად თვისობრივია, ამას არ უნდა კამათი, მაგრამ პროგრესული ქრისტიანობის, პროგრესული თეოლოგობის, ვითომ ნაკითხი და ერუდირებული თეოლოგობის და ქრისტიანობის და ლიბერალური ქრისტიანული რაღაცების წარმოსაჩენად, ხო? აი თავის დაუნებურად, ისე კი არა რომ უნდათ, არა, თავის დაუნებურად ილაშქრებენ ისეთი რამის წინააღმდეგ, რომელიც ამის წინააღმდეგ არ უნდა ილაშქრებენ. წესით. ანუ საკუთარ წესით. ჩემ ბოლო კითხვა და დავასრულე, ლექცია დაიწყო, წინა ლექციის, ასე ვთქვათ, რეზუმირებული შესავალი ქონდა თაობების გამოცემა. ჩვენ წინა ადრე ლექციებშიც ქონდა თქვენ მაშინ ონლაინ ჩართვის დროს ესე ხაზებად თითეული ახალი მოვიდა ახალი თაობა, გახსნით ახალი მენტალობა, ლიდერი გამოჩნდა. აი როგორ ხედავთ თქვენ, მე ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენ ეპოქაში ახლა ასე ვთქვათ, ახალი თაობის მოსვლის, ასე ვთქვათ, ვერანაირი საშუალებას ვერ ხედავ, ასეთი მგონია, რომ ეს არის ბოლო რაღაც ეტაპი, არა რას ამბობთ ისე თქმა, ბოლო ეტაპი, სადაც 4 თაობა პრინციპში ეს არის მეცნიერებასა და დაზუსტებული და ბეიბი ბუმერების ეს 4 თაობის მომსწრე არის ეს ეპოქა, ჩვენი ეპოქა და ახალი თაობა უნდა მოვიდეს თუ უკვე არსებულში უნდა მოხდეს აი სრულიად კათარზისი, რაზეც არის წმინდა წერილში საუბარი, რომ მოვიდა ახალი თაობა, ისევ შეიცვალა ეს მენტალობა თუ უკვე ჩვენ სადაც ვართ, როგორც ვართ, რა მოცემულობაც, აი აქ უნდა მოხდეს განცდა. რაც გეტყვით, იცით, ერთი მეორეს არ გამორიცხავს და მაგ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. გარდა ამისა, რაც გითხარით. ერთი მეორე შეიძლება, ერთი წყო შეიძლება ვერ გეტყვით. რომ უნდა მოხდეს მენტალური დეზორიენტირებიდან, მენტალურად სწორებაზე, ღირებულებით სწორებაზე გადმოსვლა, უამისულმა ამაზე თავსდება, მაგრამ აი ეს ვთქვათ, ამ თაობიში ნიჭე კიდევ არ არის ის თაობა მოდის, აი ეს ყველაფერი. შეიძლება სადაც არ გულისხმობს ახალი თაობის დაბადებას, არამედ არსებული. რაღაცა ასეთ ეს ახალი თაობა ხო ყავს. არა, მაგას არ მიწევს. შეიძლება ძველ თაობაშიც მოხდეს ეს კი, შესაძლებელია, მაგრამ ძველ ეს მაშინაც გითხრათ, რომ ძველი და ახალი ამ შემთხვევაში გენერაციას არ გულისხმობს. ანუ გულისხმობს რაღაცა ეპოქას, თორე გენერაცია არ იგულისხმება. მოვიდა ახალი თაობა, არ ნიშნავს მოვიდა შემდეგი თაობა. არ ნიშნავს, რომ შემდეგი თაობა სხვა არის და ახალი თაობა სხვა არის. ხო, და ამიტომ ვერ პასუხობ. შემდეგ თაობასთან შეიძლება არც იყოს. ხო, ამიტომ ვერ პასუხობ, შესაძლებელია ასეც იყოს, შესაძლებელია ესეც იყოს. კარგი, დიდი მადლობა ყურადღებისათვის და დავასრულებთ.